კარგით, მოკლედ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. Ძირითად თემებს, რასაც შევეხებით, აგერ ეხლავე გავაზიარებ ეკრანს, პატარა პრეზენტაციაც მაქვს თქვენთვის მომზადებული. Გავივლით სამეცნიერო მასალების მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს. Როგორ მოვიძიოთ, სად მოვიძიოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს მასალები ჩვენს ნაშრომში, წერის პროცესში, როგორ დავიმოწმოთ ეს ინფორმაცია, მე ბიბლიოგრაფია როგორ შევქმნათ და ეს მენდელეი არის ერთი ძალიან ესეთი სასარგებლო და გამოსაყენებელი რეფერენს მენეჯერს ასაც ეძახიან, ანუ წყაროების სამართავად არსებული პლატფორმა, რომელსაც ონლაინ სივრცეც აქვს და დესკტოპის ვერსიაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაციის სახით და ისიც გამოიყენოთ და ამაზე ოდნავ მოგვიანებით გვექნება საუბარი. შიგადაშიგ თუ რამე შეკითხვა გექნებათ ხოლმე, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს ხელისაწევად შეგიძლიათ აქ Zoom-ში ან თუნდაც ჩატში მომწერეთ, ან ისე პირდაპირ შეგიძლიათ შემაჩეროთ და ბოლოსკენაც მოვიტოვებთ აუცილებლად დროს შეკითხვებისთვის. და კარგით, მოკლედ დავიწყოთ. როდესაც სამეცნიერო მასალებს ვახსენებთ ხოლმე, ეხლა მე თქვენგან მაინტერესებს პირველ რიგში, რომ რაღაცთან ცოტა დისკუსიაც ჩავრთოთ. თქვენ რას თვლით მაგალითად სამეცნიერო მასალად? რა არის, რა არ არის, აი როგორ შეიძლება განმარტება რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სიტყვებით. სამეცნიერო მასალებში რას გულისხმობთ ხოლმე? იმიტომ რომ ჯერ უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება იყოს და მე ვიცოდეთ უკვე სად წავიდეთ და სად მოვძებნოთ, ხომ ასია? ნებისმიერი აქტი, რაც ვიტყვით თუ შეიძლება. დიახ, ნუცა. სამეცნიერო მასალები უფრო არის სტატიები, სხვადასხვა ნაშრომები, მოძიებული ინფორმაციები, შემდეგ უკვე ისევ და ისევ სტატიების ფორმით ჩამოყალიბებული. კვლევასთან დაკავშირებული ყველა მასალა, რაც შეიძლება იყოს ჩვენი სფეროსთვის საინტერესო. აი ნახეთ უკვე პუბლიკაციების კუთხით. კი ბატონო, რაღაც სფერო გამოიკვეთა, რომ შეიძლება სხვადასხვა სფეროს მიხედვით არსებობდეს შესაბამისი ლიტერატურა, შესაბამისი კვლევები, შესაბამისი სტატიები, კიდევ? ანუ ლიტერატურა, რომელიც არის უკვე დამოწმებული, გამოკვლეული და ჩამოყალიბებული. წიგნები შეიძლება იყოს თუ არა? აკაუნტ. წიგნებიც შეიძლება, კი ბატონო. ნუ აქ რა თქმა უნდა არ გულისხმობ ლიტერატურას. კი ბატონო. მშვენიერი, ეს შეიძლება იყოს კიდევ მაგალითად კრებულებს, რომ ვეძახით ხოლმე. წიგნის სახით გამოშვებული ვთქვათ კრებული, სადაც რამდენიმე ავტორის რაღაც გამოკვლეული ინფორმაცია შედის ხოლმე, ხო? ესე მარტივად რომ ვთქვათ და განმარტოთ. სად ეძებთ ხოლმე? ელექტრონული ბიბლიოთეკები. Google Scholar-ი. კი ბატონო, Google Scholar-ში შეგვიძლია ვნახოთ. კიდევ? ელექტრონული ბიბლიოთეკები, რა თქმა უნდა. ბიბლიოთეკები, ჩვეულებრივი ბიბლიოთეკები. ვიღაცები Google-ავთ ხოლმე კიდეც ალბათ, ხო? ბჭყალებში. ჩვეულებრივი Google. ხო, ჩვეულებრივი Google, იმიტომ რომ, რა ვიცი, ჩემი სტუდენტებიც გამოცდილებიდან ვიცი, რომ პირველ რიგში სანამ რაღაც კონკრეტულს მიადგებიან, ჯერ უნდა პირდაპირ Google-ში და ნახონ, აი რა შეიძლება გამოადგეთ, რას მოიპოვებენ და ასე შემდეგ. აი, სადაც არ უნდა წავიდეთ, აი ახლა რაც ჩამოვთვალეთ, ხო, რამდენიმე სივრცე დავარქვათ, ადგილი დავარქვათ, საშუალება, როგორ ვეძებთ ხოლმე? რას ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვძებნოთ ჩვენთვის საჭირო და სასურველი სამეცნიერო მასალა? საძიებო სიტყვების მიხედვით. კი ბატონო, საძიებო ტერმინები, საძიებო იმისთვის რომ გამოვხოთ საჭიროა მეგი, კი ბატონო, მშვენიერია. ანუ მთავარია განსაზღვროთ ხოლმე რა არის ხმა მეურდება და ცოტა სხვა შექმნება მიკროფონი კიდევ ჩართული პარალელურად და პარალელურად ახლა ვცდილობ რომ ნახო ვისია. მარიამ ქემაშვილი და ლალი მივაგენი და თქვენის ნებართვით ხმა გავთიშე, იმიტომ რომ ხელს გვიშლი და
კარგით, ანუ მთავარი არის ხოლმე, რომ ძირითადი საკვანძო ტერმინები, ასე თუ ისე ჩამოვაყალიბოთ, ერთი ან რამდენიმე, რომელიც მე გვეხმარება უკვე, რომ ჩვენთვის ასურულ მასალაზე გავიდეთ, ასე რომ ვთქვათ, რაღაც მიმართულება გვქონდეს. ძალიან კარგი. ეხლა აქ დგება კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აიწევან Google-ი რო ახსენეთ, პირდაპირ Google-ს რო მიმართავს ხოლმე და იქ მოიძიებს ინფორმაციას. იქ უკვე მასალის სანდოობაზეც არის ხოლმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება გასამახვილებელი, რომ როდესაც მოვიძიებთ ინფორმაციას, რამდენად სანდო მასალასთან გვაქვს შეხება. ვენდოთ, არ ვენდოთ, რას მივაქციოთ ყურადღება, რას არ მივაქციოთ, როგორ ფიქრობთ? აი მოდით გავმიჯნოთ, თქვათ ორი ტიპის მასალა, ბეჭდური და ელექტრონული. თქვათ წავაწყდით სადღაც ბეჭდურ მასალას. რომელიც აი თემატურად ესეთი ახლოს არის ჩვენ საკვლევ საკითხთან. რას მივაქცევთ ყურადღებას, რომ აი ჩავთვალოთ ეს არის სანდო წყარო. რამდენად არის სარგუმენტირებული ყველა ბიბლიოგრაფიას კი ავტორებს არის თუ არა რეცენზირებული. ხო, რამდენად არის ავტორის რეპუტაციასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი ბატონო. სამეცნიერო სტატუსს, ასე ვთქვათ, აკადემიურ ხარისხს. ასევე თუ აქვს გამოყენებული საპირისპირო წყაროები, თუ იყენებს საკვანძო სიტყვებს შესაბამისი, ანუ რაოდენობით ბიბლიოგრაფია თუ აქვს სწორედ შერჩეული და არის კიდევ ალბათ რაღაცეები. ბატონო, თავის ნაშრომში სხვა წყაროების აქვს თუ არა ვთქვათ გამოყენებული, ხო? თუ რაღაც ერთპიროვნულად ესე დიახ, საპირისპიროებს და არავის ნაშრომს არ იყენებს, ხო? ესეც ხო გასათვალისწინებელია. პლუს მან ვამბობთ ხოლმე ბიბლიოგრაფიულ ელემენტებს ვეძახით, მაგალითად, ავტორზე უკვე ვთქვით, სათაური წელი, გამომცემლობა, აი ეს ყველაფერიც უნდა ჩანდეს ხოლმე, ხო? იმიტომ რომ თუ ესეთი სანდო მასალა, მას ყველა ესეთი ინფორმაცია აუცილებლად ახლავს. და ის copyright-ის ნიშანი რო გვაქვს, ხო, ეს საავტორო უფლების ნიშანი ყოველთვის ახლავს ხოლმე ვინ ფლობს ამ მასალაზე საავტორო უფლებას და იქ რაღაცნაირად არ უნდა გვიჩნდებოდეს ჩვენ იმისი განცდა, რომ აი ამ ნაშრომს რაღაც აკლია და რაღაც ინფორმაციას ვერ ვპოულობთ, ამიტომ ამას ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. და ცოტა რთულად არის ხოლმე საქმე უკვე აი ელექტრონულ რესურსებს როდესაც პოულობთ. აი მან როგორ შევარჩიოთ, რომ მასალა არის თუ არა სანდო. ბაზებში უნდა ვეძებოთ. დიახ, სამეცნიერო ბაზებში. როლიკი სად არის გამოქვეყნებული, მას უნდა მივაქციოთ ხოლმე. სად არის გამოქვეყნებული? აქ უკვე საიტს გულისხმობთ, ხო? დიახ, საიტი უნდა იყოს სანდო. კი ბატონო. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ასევე მწერალი. ხება უნდა იყოს. დიახ. ალბათ. დიახ. აი მარტივად რო წარმოიდგინოთ, შედიხართ მაგალითად რომელიმე ვებგვერდზე, იმ ვებგვერდს ყოველთვის ახლავს ხოლმე ინფორმაცია, მაგალითად ჩვენ შესახებ არის ხოლმე ესეთი ერთ-ერთი შიდა გვერდი, ხო? ჩვენ შესახებ თუ ახლავს ესეთი ნაწილი, ესე იგი იქ იქნება მოცემული იმ ორგანიზაციის შესახებ თუ დაწესებულების შესახებ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებად რაც არ უნდა იყოს, ხო? იქ არის ხოლმე მოცემული, ანუ რისი ან ვისი საიტია, მოკლედ სად მოუხდით. აუცილებლად უნდა ჩანდეს ხოლმე საკონტაქტო ინფორმაცია, როგორ შეიძლება აი იმ ორგანიზაციას თქვათ დავუკავშირდეთ, ვის საიტზეც ვართ შესული და სადაც აღმოჩნდით. ასევე ამ საიტზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხოლმე რაღაც გინახავთ ალბათ რეკლამები რო ხტება ხოლმე და რაღაც იქ საოცარი ანუ ვირუსული დანამატები რაც არის ხოლმე, ესენიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. პარალელურად ჩატსაც ვნახავ ხოლმე. ანუ ეს შეხვედრა აიტვირთება თუ არა დახანგრძლივება. იცით რა ვიწერთ ამ ჩანაწერს კი და მე შეგვიძლია რომ ავტვირთოთ ეს და დაახლოებით ვფიქრობთ რომ საათნახევარი გაგრძელდება ჩანაწერი. დიახ, ასევე ბოლოს როდის განახლდა გვერდი, ისიც უნდა იყოს მითითებული და საავტორო გვერდზე და ჩვენ საიტზე შენახავთ ჩატს გავეცი ბარემ პასუხი. კი, ბოლოს განახლების თარიღი, ეს ბოლოს გვერდის ბოლოში არის ხოლმე ეგ ინფორმაციაც მოცემული და თუ უცებ აღმოაჩინეთ, რომ მაგალითად 2010 წლის მერე საიტი არ განახლებულა, იმის მერე უკვე 11 წელი გავიდა და იქ უკვე შეიძლება არასანდო რაღაცები, უბრალოდ მოძველებული ინფორმაცია იყოს, რომელიც საჭიროებს განახლებას, თქვათ და ასე შემდეგ.
და კიდევ შიდა გვერდების ლინკები აუცილებლად უნდა მუშაობდეს. ანუ რო გადავდივართ ხოლმე იქ საიტზე შევედით, მაგრამ იქ შეგინთ რაღაცების გახსნას ვცდილობთ და რაღაცები 404 ერორს აგდებს ხოლმე, ანუ იქ პრობლემა არის რაღაცის, ან შეიძლება PDF-ი იყოს, მაგრამ იმ PDF-ს არ ხსნიდეს. აი ესეთი რაღაცებიც რო ხდება ხოლმე, როგორც წესი, მოკლედ კარგ სანდო საიტებს ესენი არ ახასიათებს და პლუს ამას და გამოგვრჩა ჩვენ ახლა მისამართის თვითონ საიტის სახელწოდების ხსენება, ხო? სანამ რიქ შიგნით დავიწყებთ რაღაცეების ძებნას, მისამართმაც უკვე უნდა მიგვითითოს ხოლმე რა ტიპის საიტზე ვართ შესული, სახელი რა არის, ბლოგია, ჩვეულებრივი საიტია, სოციალური ქსელია, ფორუმია, თუ რა არის, ხო ასია. ამიტომაც მისამართსაც დააკვირდით ხოლმე რა ინფორმაციას, მოკლედ სად აღმოჩნდით. მოკლედ სად ვეძებოთო წეღან რო ვთქვით, მშვენიერია, თქვენ ბევრმა თქვენგანმა პირველ რიგში ეს პირველი 3 რაც მიწერია აქ, ხო? ეს ჯამში 3 რაც მიწერია, ბიბლიოთეკები, ელექტრონული ბიბლიოთეკები და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები ახსენა და თუ ამის გარდა არის ისეთი რამ, რაც თქვენ პირადად გამოგიყენებიათ, აბა ესეთი რამ მითხარით, მაგალითად და მე უკვე გადავალ კონკრეტული кейსების განხილვაზე, კონკრეტულ შემთხვევებზე. დისერტაციები გამოუქვეყნებელი ნაშრომები. დისერტაციები, რომლებიც მაგალითად უნივერსიტეტის საიტზეც ქვეყნდება ხოლმე, ხო? ჩვენიერი. კიდევ? კარგით. მაშინ ახლა დღეს ყველაზე ესე აქტიურად მინდა გავიაროთ უნივერსიტეტის, ანუ ილიანის ბიბლიოთეკის რესურსი, რომელსაც პირველ რიგში უნდა მივაკითხოთ ხოლმე, როგორც, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვაებიც გვესწრებით, არა ილიანის წარმომადგენლები, მაგრამ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ თან სწავლობთ, მუშაობთ, ვიკვლევთ, არის მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ჯერ ჩვენი რესურსი რა არის, ეს გამოვიყენოთ და მერე სხვა რაღაცების ძიებაც დავიწყოთ ხოლმე. Library Ilioni edu.g ეს არის ჩვენი ბიბლიოთეკის ვებგვერდი, რომელსაც უნდა მივაკითხოთ ხოლმე პირველ რიგში და აქედან დავიწყოთ ის პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც გვჭირდება უკვე ძიების პროცესში. ვებგვერდს თუ დააკვირდებით, ნახავთ თქვენთვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია, სერვისების შესახებ, სიახლეების შესახებ, ქვემოთ არის ბანერები და აქედანაც შეგიძლიათ ხოლმე გადახვიდეთ უკვე კონკრეტულ მასალებზე, არის რა თქმა უნდა ძიება კატალოგში, სამეცნიერო ბაზებში, საიტზე ძიება და აქედან შეგიძლიათ გადართოთ რომელს იყენებთ და ზედა პანელს თუ შეხედავთ, აქ უკვე დაწვრილებით მოცემულია რისი სად მოძიება არის შესაძლებელი. აი ეს ორი ნაწილი მინდა პირველ რიგში გავიაროთ, ერთი არის ელექტრონული კატალოგი, მეორე ელექტრონული ბიბლიოთეკა. მოდით დავიწყოთ კატალოგით და მერე გადავიდეთ სხვა იმ ბაზები იქნება თუ რაც იქნება იქ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში რაც არის წარმოდგენილი. რაც წარმოადგენს ელექტრონული კატალოგი, ხო? ეს არის სივრცე, სადაც ბეჭდური თუ ელექტრონული მასალა რაც არ უნდა იყოს, რაც კი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის ფონდში დაცული, ყველა რესურსი არის აქ ძიებადი. თუ ეს იქნება ბეჭდული ვერსია, რა თქმა უნდა, იქ თავისი დარბაზებიც ექნება მიწერილი, სად უნდა მივაკითხოთ, ან შეიძლება სხვა სერვისი არსებობს, რომ თქვა გადავადებინოთ ეს წიგნი, მივაკითხოთ ისე, ან ერთი დარბაზიდან მეორეში გადავატანინოთ და ასე შემდეგ. და თუ ეს არის ელექტრონული რესურსი, რასაც მოუძებნით, იქ უკვე e-book-ი აწერია ხოლმე, მაგალითად, ახლა მოუძებნოთ და ვნახოთ ეგეც და ელექტრონულს უკვე თავისი ლინკებიც ახლავს ხოლმე და პირდაპირ შეიძლება რომ გადავიდეთ და ნახოთ ეს ჩვენი ელექტრონული რესურსი სადღაც დამატებით ძიების გარეშე, ანუ ჯერ მხოლოდ ეს კატალოგი რო გავიაროთ. მოდით თქვენთვის საინტერესო ან ავტორი, ან რაღაც სათაური, ან ტერმინი მითხარით, საკვანძო სიტყვა, რითიც შეგვიძლია რომ აი უცებ მოვძებნოთ რამე რესურსი. უცებ რაც გაგახსენდებათ. შეიძლება მე დემოკრატია. დიახ, გისმენთ? ვისმენთ, გითხარი. მარიკატა მე ვარ. მარიკატა კარტარაშვილი. დიახ. ბატონი ლევან გოგოხიას ნაცვლად თქვენ ჩაგვიტარეთ, ანუ ლექცია არას. დიახ. და მაშინაც გითხარით, ანუ პრობლემა შემექნა მასალის მოძიების დროს განწყობის თეორიასთან დაკავშირებით და მხოლოდ დიმიტრი უზნაძის ასე ვთქვათ ნაშრომი იყო წარმოდგენილი და სხვა ვერაფერი ვერ მივიძიე და თუ შეიძლება რომ ახლა დავუშვათ განწყობის თეორიაზე ვინმეს
კიდე თუ აქვს რა. კი ბატონო, აი პირდაპირ მოდით ავიღებთ მაშინ მაგ ორ სიტყვას, განწყობის თეორია, მეც არაფერს არ ვცვლი. უბრალოდ აქ შეგახედებთ ტიპში შეიძლება საძიებო სიტყვის ნაცვლად იყოს სათაური, იყოს ჟურნალის დასახელება, ავტორი, ეს საგანი სერია უკვე ჟურნალებზე არის ხოლმე. აი აქ არაფერს არ შევცვლი, დავტოვებ საძიებო სიტყვას და მოდით პირდაპირ ძიებას დავაჭიროთ, რა, ანუ პირველი რაც შეიძლება გავაკეთოთ მარტივად იყოს ეს. ნახეთ, აქ გვიჩვენებს უკვე შედეგებში 34 ჩანაწერია 4 გვერდზე წარმოდგენილი. შესაბამისად, ახლა ვნახოთ რა არის აქ მოცემული, ხო? განწყობის ანთროპული თეორია. რაღაც ესეთი წიგნი ყოფილა შოთა ნადირაშვილის ავტორობით 2001 წელს გამოცემული და ნახეთ ამას აწერია რომ არის book, ანუ ეს არის ჩვეულებრივი წიგნი. აი ქვემოთ პიროვნების ფსიქოლოგია და განწყობის თეორია. ამას აწერია ფრჩხილებში რომ ეს არის რიდერი და ამას უკვე e-book-ი აწერიათ. ნახეთ, ეხლა ორივეს გავხსნი მაგალითად და გაჩვენებთ რა განსხვავებაა აი ამ ორ ნიშანს შორის. ასევე რომ ჩამოვყვეთ ეხლა ქვემოთ შეგვიძლია სხვებიც ვნახოთ, მარიკა შეგიძლიათ მე თქვენს ანალოგიურად მოძებნოთ, აი აქ უკვე გვერდით სხვა გვერდებზეც გადავდივართ და აქაც შეგვიძლია დამატებითი ჩანაწერები ვნახოთ. აი არის კიდევ დამატებით. აქ უკვე უზნაძე, შთას წიგნიც გვიჩვენა. მანანა მელიქიშვილის დიმიტრი უზნაძის პედაგოგიკური კონცეფცია, სადაც სავარაუდოდ შედის ახლა ეგ მასალაც. ხო, ამას აწერია ნახეთ large print book არის კიდევ ესეთი ვერსია, რომელიც აი მხედველობის პრობლემა თუ ვინმეს აქვს ხოლმე, არის ესეთი საშუალებაც, რომ უფრო დიდი ფონტით დაბეჭდილი მასალებიც არის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი. იცით რა მაინტერესებს, აი განწყობის თეორია, მაგალითად ეხლა სათაურებს ვაკვირდები და არ არის მოცემული ზოგიერთ ავტორთან და მაინც აგდებს ამ მასალას. მაგრამ ნახეთ ძილი და სიზმარი სულ ბოლო რომელიც არის. ანუ განწყობის თეორიასთან რა შუაშია და ერთ-ერთი ნაკვეთი შეიძლება იყოს განწყობის თეორია. გეტყვით ეხლავე, აი უკვე თვითონ ჩანაწერში რო შევდივართ შიგნით, ხო? აი მაგალითად ძილი და სიზმარი რაც გავხსენი. აქ გვიჩვენებს რომელ დარბაზშია და ნახეთ აუცილებლად არის ხოლმე ქვემოთ მითითებული სარჩევი. ანუ სანამ პირდაპირ წიგს მივაკითხავთ, ვიცოდეთ წინასწარ სარჩევში, ანუ იმ წიგში რა დაგხვდება. ამიტომ ნახეთ ძილი, სიზმარი, სიზმრის თეორია, ესეთ ნაწილებად ყოფილა. დაყოფილი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება და მე ესეთი ანოტაციის სახით არის კიდევ მოცემული, რომ ამ წიგში მკითხველს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას, რომლის ვერსიფიკაციასაც იგი ძილისა და სიზმრის ფსიქოლოგიურ მასალაზე ახდენს. ამ შემთხვევაში განწყობის თეორია და აი ეს კიდევ სიზმრის თეორიაში აი ეს სიტყვა თერითაც მოგინიშნათ და გაჩვენათ რომ აი სარჩევში მაინც არის. კი, სათაურში ეს არ ფიგურირებს, მაგრამ სარჩევით დააკავშირა რომ ეს იქნებოდა თქვენთვის ესეთი დამხმარე მასალა, რომელიც შეიძლება რომ ნახოთ. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც სათაურში ფიგურირებდეს ესა თუ ის საკვანძო სიტყვა, რომლითაც ვეძებ. უკაცრავად. თქვენ ანუ შეიძლება და დავასრულებ. აი განწყობის თეორიაზე მინდა გითხრათ, მეც მჭირდებოდა ეგ წყარო და ელექტრონულ ბიბლიოთეკაში არის ილიაუნის საიტზე განწყობის თეორიის წიგნი. კი, მხოლოდ უზნაძის იყო და მე მჭირდებოდა 4 ავტორი და 4 ავტორი ვერ მოვიძიე, ანუ ამ თემასთან დაკავშირებით რა. 4 ავტორი და ერთი კითხვა მაქვს მოსაძიებლად თქვენ ანუ ელექტრონული ვერსიები და ბეჭდური და ბეჭდურის შემთხვევაში ანუ ისე რომ არ მომიწიოს მისვლა და უშუალოდ ფიზიკურად და ინტერნეტშივე იდოს შეიძლება მაგალითად რომ მივაკვირო ინტერნეტში რო იდოს ესე იგი ელექტრონული რესურსი იქნება და არა ბეჭდური ამ შემთხვევაში ანუ ბეჭდური ოღონდ რომელიც ინტერნეტშიც არის განთავსებული და უშუალოდ აი სურათები რომ არის გადაღებული ხოლმე თუ არ ვიცი ხარ სკანერებული ვერსიები კი ბატონო თვითონ არსებობდეს რაღაც რესურსი ელექტრონოდაც და ბეჭდურადაც კი ბატონო მივხვდი რასაც გულისხმობთ მოდიში თვითონ ბატონმა ლევამა გითხრა შეიძლება ფიზიკურად ვერ მიდიოდეთ და უშუალოდ ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში არის ხოლმე განთავსებულიო და ამიტომ გეკითხებით იმიტომ რომ მომენტში შემექნა პრობლემა მოძიებისთვის. ნახე, აქ ჩემი რჩევა იქნებოდა ესეთი. თუ ამ კატალოგში მოვძებნით მასალას, ვნახავთ თქვათ აი ეს განწყობის ანთროპული თეორია, ვთქვათ, ხო? ავტორი და სათაური ვიცით, ამით შეგვიძლია მერე უკვე
წეღარო ვახსენეთ ხო Google-ში მოძებნა პირდაპირ შეიძლება დავგუგლოთ კიდეც აი ამითვე ამაზე ცალკე გვექნება მე შეხვედრაც როგორ შეიძლება აი ეს ძიების პრინციპები და ძიების ხერხები გამოვიყენოთ და ბოლოში შეგიძლიათ მიაწეროთ PDF აი ესეთი სამი სიმბოლო რომელიც ნიშნავს ხომ არ არსებობს სადმე ელექტრონული ვერსია მაგალითად და ნუ აი ხა მაგალითად საბაზე გვიჩვენა სადაც ელექტრონული წიგნები იყიდება რომ ეს წიგნი არის გაყიდვაში ელექტრონული წიგნი ოღონდ და არა ბეჭდური მე გვიჩვენა ჩვენი კატალოგის ლინკი და აი დიმიტრი უზნაძის ილიონი ლაიბრარიზე აჩვენა ის PDF-ი რაც წეღან თინათინმა გვითხრა ოღონდ ის კონკრეტული წიგნი არ არის ახლა რასაც ჩვენ ვეძებთ მოკეთ აი ეს ორი არის ერთი საბაზე დევს და ერთი ისე როგორც ჩანს ამის სხვა ესეთი ან დასკანერებული ან სხვა ელექტრონული ვერსია არ მოიპოვება ამიტომ თუ ეს წიგნი დაგჭირდებოდათ მაინც და მაინც მოგიწევდათ რომ ბიბლიოთეკაში მიხვიდეთ და თუ მაგალითად მოძებნიდით რომ სადღაც ელექტრონულად დევს მაშინ მარტივად გამოიყენებდით ეს ყველაზე მარტივი ხერხი რაც შეიძლება რომ ახლა უცებ ავხსნათ და აქ წეღან რაც იყო კიდევ მეორე ebook-ი ეწერა ამას აი ეს reader-ი რაც იყო ხო ამ შემთხვევაში ელექტრონულია ეს და ამაში შედის ხოლმე კურსისთვის განკუთვნილი სხვადასხვა მასალა და შესაძლოა აქ აღმოაჩინოთ ხოლმე ის ელექტრონული მასალები რაც თქვათ ბეჭდურად გინდოდათ და უცებ იმისი ელექტრონული ასლიც აღმოაჩინეთ. უბრალოდ აქ სრული ვერსიები არ არის ხოლმე და ამას მიაქციეთ ყურადღება. აი აქ შედის მაგალითად პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები მარინა ბალიაშვილის წიგნი. ერთი კონკრეტული და აქედან იქნება 40% მოცემული, აი ამ ლინკზე უნდა გადახვიდეთ და პირდაპირ დაგხვდებოდათ ეს წიგნი. ასე რომ აი კატალოგში ახლა უცებ რაც მოვძებნეთ განწყობის თეორიაზე, საკმაოდ რესურსი არის იმისთვის, რომ ჩაუჯდეთ და 4 კი არა, უფრო მეტი მასალაც იქნება ბეჭდურებით და ელექტრონულებით და თქვენი თემიდან გამომდინარე, მე უკვე შეგვეძლება, ნუ ქართულენოვანი და ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ არაქართულენოვანი მასალები როგორ მოვიძიოთ. ჩატში გწერს ვიღაც დიდი მადლობა. არაფრის მარიკა. აკადემიის ცენტრის ვებსაიტზე დაიდება ჩემი. მადლობა. კარგით, ეს იყო კატალოგი, მოკლედ, რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, პირველი ნაბიჯები სად გადავდგათ ხოლმე და მე უკვე შეგვიძლია, ნუ თუ კატალოგში რაღაც არ გვინდა, თქვათ ელ ბიბლიოთეკას მივაკითხოთ, ხო? ამ შემთხვევაში გვაქვს ტექსტური საცავი, სანამ ბაზებზე ვისაუბრებთ, მანამდე გაჩვენებთ, ეს არის ტექსტური საცავი. ელექტრონული წიგნები გვაქვს საკმაოდ სამკმაო რაოდენობით მოცემული, ეს რიდერები წეღან რაც გაჩვენეთ, არის ჟურნალ-გაზეთები და სადოქტორო ნაშრომები, რომლებიც არის ასევე სანდო რესურსი. აქვე არის სასარგებლო ბმულები, ამასაც გავხსნით და შეგახედებთ და ეს დანარჩენი, მაგალითად, აუდიო საცავში შთას მოსასმენი ვერსიები არსებობს და თქვათ, აი ვიღაც გზაში შეიძლება უსმენდეს და იყენებდეს და პირველ კურსელები განსაკუთრებით ჩვენთან ამას იყენებენ ხოლმე. ვიდეო საცავში არის მოცემული ვიდეო ლექციებიც, იგივე შთაზე მახსენდება ახლა უცებ იმის ვიდეო ჩანაწერებიც არის, აკადემიური წერის ჩანაწერებიც არის, აკადემიური მუშაობის ტექნიკების მიხედვით ჩაწერილი ვიდეო ლექციები და ესენი შეიძლება ინახოს. უბრალოდ ახლა რაღაც ტექსტურ რესურსზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, აი მაგალითად ელექტრონული წიგნების შემთხვევაში, აქ რასაც ნახავთ ჩვენთან საიტზე, ყველაფერი არის ღია წვდომით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ანუ უნივერსიტეტს და ბიბლიოთეკას ამ კონკრეტული წიგნების ავტორებმა საავტორო უფლება წერილობითი ნებართვა მოკლედ მოგცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამ რესურსის საჯაროდ განთავსება შევძლოთ. საავტორო უფლებების საკითხი მოწესრიგებული რო არ იყოს, ესე ღიად ამ მასალებს ნამდვილად ვერ დავდებდით. ამიტომ თუ კი აქ რამე შეგხვდებათ, აი მაგალითად დიმიტრი უზნაძის ნაშრომები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია, აი მაგალითად თქვათ მარიკას შეიძლება ესეც გამოადგეს, ხო? ამ მას რესურსში თუ შევალთ, შეგნით დაგხვდებათ ბიბლიოგრაფიული მონაცემი, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ანოტაცია, რა ტიპის რესურსთან გვაქვს საქმე და არის პირდაპირ აი ეს ლინკი, რომელიც PDF-ის ლინკია და შეგიძლიათ ნახოთ, აუცილებლად სრული ასლები არის აქ მოცემული ამ ელექტრონული წიგნების და თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. შესაბამისად, თუ ეს ბეჭდური არსებობს და შესაბამისად აგერ უკვე ელექტრონულიც არსებობს, მარიკა წეღარო მეკითხებოდი, შეიძლება ეს რესურსიც გამოდგეს მაგ თვალსაზრისით. ეს ცოტა ნელა იხსნება, მაგრამ აი 263 გვერდიანი PDF-ია და სრული ასლის სახით არის აქ მოცემული. შეგიძლიათ სარჩევს გაეცნოთ და ნახოთ ეს ის მასალაა თუ არა, რაც შეიძლება თქვენ გამოგადგეთ.
და თვითონ წიგნების გვერდით არის დასახელების მიხედვით ძიება, სადაც პირდაპირ სათაურითაც შეგიძლიათ მოძებნოთ, რაღაც საკვანძო სიტყვებითაც, ავტორით, წლის მიხედვით. ეს ISBN-ი იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იცოდეს სტუდენტმა, მაგრამ შეიძლება სადღაც ბეჭდური ნახა და იქ გამოიკითხა ISBN-ი და კონკრეტულად ის წიგნი რომ მოძებნოს, ამითაც შეიძლება გამოიყენოს და არის ანბანური ძიება, სადაც სათაურით ან ავტორის მიხედვით შეიძლება რომ მოიძიოთ ეს რესურსი. ეს რაც შეეხებოდა ელექტრონულ წიგნებს. ეხლა ვნახოთ წეღან რიდერები რაც ვახსენეთ, ოღონდ თუ ილიანის მეილი არ აქვს ადამიანს, სამწუხაროდ ამ რიდერებს ვერ ნახავს. შიდა ინსტიტუციური საცავია ეს რომ წარმოვიდგინოთ და აუცილებლად გჭირდება ილიანის მეილი, აი მაგალითად ზემოთ ხედავთ უკვე რომ აღიქვა ერთ-ერთი მეილი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე. აქ სემესტრულად არის კურსები, ეს იცით როგორ არის, ძირითადად არის სასწავლო მასალა, თუმცა სასწავლო მასალის გარდა არის საგნები, სადაც ლექტორები იყენებენ ხოლმე დამატებით საკითხავ მასალებსაც. აი ამ შემთხვევაში უფრო მეტად შეიძლება გამოგადგეთ ეს თუ დაგჭირდათ, უბრალოდ შეგახედებთ და შეიძლება რომ რაღაც თემა იყოს ისეთი, ვთქვათ, რაზეც მუშაობთ, რომ რიდერებიდანაც რესურსი გამოგადგეთ. უბრალოდ ზედა მარჯვენა კუთხეში არის ესეთი search-ის site რა წერია, აი აქ შეგიძლიათ ძიების ველში ჩაწეროთ ან ლექტორის სახელი თუ კონკრეტულად იცით რომ შეიძლება რომელიმე კურსში მის კურსში შედიოდეს, ან ავტორი წიგნის, ან ვთქვათ სათაური, ან აქაც ნებისმიერი საძიებო ტერმინი, ხო? აი ბიოტექნოლოგია რატომღაც როგორ შანს ადრე მოძებნე, ვნახოთ თუ არის ამაზე. ქართულად ეძებთ, ქართულად ჩაწერთ, თუ არ ეძებთ ქართულად, შესაბამისად იმენაზე ჩაწერთ, რაინაზეც ეძებთ, ხო? ამ შემთხვევაში ვნახულობთ, აგერ მოცემულია კურსის სახელწოდებაც და უკვე თვითონ PDF-ებიც. აი ბოლოში ეს PDF-ი რომ აწერია, ეს უკვე პირდაპირ ფაილზე არის გალინკული და შეგიძლიათ გაეცნოთ მას. და თუ კონკრეტული კურსისაც გახსნით, მოდი ახლა ორივეს გავხსნი კურსსაც და თვითონ აი ამ ფაილსაც. კურსის შემთხვევაში არის თავფურცელიც მოცემული და სხვა მასალებსაც გაჩვენებთ, აი ამ კონკრეტული კურსის ფარგლებში რა შედის და თავფურცელზე წერია ხოლმე თითოეული მასალიდან რა რაოდენობის გვერდებია შესული, იმიტომ რომ წეღან თქვი აქ სრული ასლები არ არის ხოლმე მოცემული და თავფურცელი ამაში დაგეხმარებათ, რომ ნახოთ რა გვერდებსაც ეძებთ, მაგალითად ის გვერდები არის თუ არა კონკრეტულად მოცემული. თანელა იხსნება ესეც მაგრამ აი ეს ერთ-ერთი წეღან ეს წიგნი რაც გავხსენით არის ეს და პირდაპირ ხედავთ რომ ამ რესურსით გამოყენებად ჩვეულებრივ შეგვიძლია მთავარია გქონდეს ილიანის მეილი და თავფურცელს რაც შეეხება აი სარჩევში ეს 4 წიგნი არის ჩამონათვალი და ყველას უწერია რა რაოდენობის გვერდებია შესული ხო ну ეს არის ლექტორის სურვილის მიხედვით იმიტომ რომ გააჩნია რას იყენებს კურსში და რას არ იყენებს ეხლა გადავიდეთ თქვათ ჟურნალ-გაზეთებზე. ეს ჩამონათვალი არის ბევრი არ არის, მაგრამ აქაც ნებართვა რაზე გვაქვს, რაზეც გვაქვს, ის არის საიტზე გამოქვეყნებული, იმიტომ რომ საავტორო უფლებებს თავისთავად ვიცავთ და არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ. თუ რომელიმე მათგანი მოგვეწონება, ფიქრობთ, რომ ჩვენი ნაშრომისთვის იქნება გამოსადეგი, აი მაგალითად ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ხო? შეგვიძლია გავხსნათ და შიგნით არის უკვე მერე მოცემული, ამ შემთხვევაში 2 ნომერია და რომ ძველებია ესენი და ამის მერე ნუ ნებართვა ჯერ აღარ არის. აქაც შეგიძლიათ მერე სარჩევის მიხედვით ნახოთ, აი რომელიმე სტატია მოგწონთ თუ არა, გამოგადგებათ თუ არა და ეს რესურსის თავისთავად გამოიყენოთ. ეს რაც შეეხება ჟურნალ-გაზეთებს. და წეღან გითხარით ასევე სადოქტორო ნაშრომები, რომელიც ცალკე ილიანის მთავარ საიტზეც დევს ხოლმე ფაკულტეტების მიხედვით და ჩვენს ბიბლიოთეკის საიტზე ასევე ფაკულტეტების მიხედვით გვაქვს წარმოდგენილი და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, აი მაგალითად მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე წლების მიხედვით რა სათაურის და ვისი ავტორობით დისერტაციები გამოქვეყნდა, იმიტომ რომ დოქტორანტებს აქვთ ვალდებულება საჯაროდ ესე საიტზე გამოაქვეყნონ თავიანთი დისერტაციები და ესეც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. სასარგებლო ბმულები, რომელიც აი აქ ელექტრონული ბიბლიოთეკის ბოლო ნაწილი რაც იყო. მე მაგალითად ვურჩევ ხოლმე სტუდენტებს, რომ ხშირად გადახედონ ამ ჩამონათვალს. აქ ტრენინგების ვიდეო ჩანაწერებიც არის, შეგიძლიათ ნახოთ და შემდეგ არის ელექტრონული ბიბლიოთეკების ლინკები, როგორც ქართული, ისე არაქართული. ლექსიკონების და ცნობარების ლინკები გვაქვს აქ მითითებული და მსოფლიოს ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომლებიც აი უცებ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ცალკე რაღაცები არ ეძებოთ.
ამიტომ მსგავსი ლინკების გამოყენებაც არის რეკომენდებული, რომ დაიხმაროთ ხოლმე, როდესაც მასალებს ვეძებთ. და წეღან ყველაზე ხშირად თავიდან დასაწყისში რაც მითხარით, ეს იყო მაგალითად ბაზებს ვიყენებთ და ბაზებში უნდა მოვძებნოთ, ხო? მოდი გადავიდეთ მაშინ ამ ჩვენს სამეცნიერო ბაზებზე, რომელსაც უნივერსიტეტი ყოველწლიურად ყიდულობს ხოლმე და არის ეს აქ ორი ბაზა, Scopus და Science Direct, რომელიც განათლების სამინისტრომ შეიძინა და თითქმის ყველა ქართული უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი გახადა და მისცა წვდომა უნივერსიტეტებს და დანარჩენები, რაც ჩამონათვალს ხედავთ აქ და საკმაოდ დიდი ჩამონათვალია. ეს არის უკვე გამოკითხვების შედეგად სტუდენტებს რა სჭირდებათ, ლექტორებს რა სჭირდებათ, რა მიმართულებების ბაზები შეიძლება იყოს გამოსადეგი, ყოველწლიურად ხდება ხოლმე ამისი მონაცემების შეჯამება, გამოკითხვების ჩატარება, პლუს მომწოდებლებთან გვაქვს ხოლმე კონტაქტი და ვიღებთ ინფორმაციას მაგალითად რომელ ბაზას უფრო ხშირად იყენებდნენ და რომელს არა და შესაბამისად წლიდან წლამდე ესე ხდება ხოლმე მერე შესყიდვა კონკრეტული ბაზების. ეხლა თითოეულ ბაზას თუ შევხედავთ, ყველას ახლავს სახელწოდების გარდა ისეთი მოკლე აღწერა, მერე არის დეტალური აღწერა, წვდომა სადაც ნახავთ უფრო მეტ ინფორმაციას კონკრეტულ ბაზაზე, ქართულად ნათარგმნი ტექსტები რაც არის. არის შემდეგ წვდომა უნივერსიტეტიდან და წვდომა უნივერსიტეტს მიღმა. და ეს ორი ლინკი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი გვეხმარება, როდესაც უნივერსიტეტის ფარგლებში ვართ. არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ჩვენი სტუდენტი ბრძანდებით, ვინმე გარეშე მკითხველია შემოსული, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანია შემოსული და ასეთი ძალიან ბევრი ყავს ხოლმე ხა პანდემიის პერიოდში არა, მაგრამ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩვენთან და ჩვენი Wi-Fi-ის გამოყენებით, ჩვენი კომპიუტერების გამოყენებით, თავიანთი კომპიუტერებით, მაგრამ ჩვენი ინტერნეტი, ჩვეულებრივ იყენებენ ამ რესურსს. ამიტომაც არის ესეთი წვდომა უნივერსიტეტიდან და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა კორპუსიდან არის შესაძლებელი, რომ პირდაპირ შევიდეთ და გამოვიყენოთ. როცა უკვე სახლში ვართ, სადღაც სამსახურში ვართ, სოფელში წავედით და იქ გვჭირდება მაგალითად ამ ბაზებზე წვდომა, ამისთვის უკვე არსებობს ღილაკი წვდომა უნივერსიტეტის მიღმა და აი აქ აქვთ ხოლმე შეკითხვები სტუდენტებს, როგორ შევიდეთ, რა გავაკეთოთ, ვერ შევდივართ, იქ პრობლემებია და ასე შემდეგ. როდესაც გავხსნით ამ წვდომა უნივერსიტეტის მიღმა, აქ გვხვდება ჩვენ უბრალოდ PDF-ის გაიდი გვქონდა და მე ვიდეო გაიდიც დავამატეთ, რომ ვიზუალურად აღსაქმელად უფრო მარტივიც იყოს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ეს ინსტრუქცია უნდა ნახოთ, რომ შეხვიდეთ ბაზაში. აქ რა ხდება? როგორც რიდერების შემთხვევაში იყო, აქაც ვიყენებთ proxy servers, რაც ნიშნავს, რომ ელექტრონული პოსტა რაც უნდა მიუთითოთ, აუცილებლად უნდა იყოს ილია-უნის ელექტრონული პოსტა. ანუ უნივერსიტეტს მიღმა, სადაც არ უნდა იყოთ, სისტემამ უნდა აღგიქვათ, რომ ხართ უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი. სტუდენტი, თანამშრომელი, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი არ აქვს მნიშვნელობა, თავარია ჩვენი უნივერსიტეტის ელექტრონული პოსტა გქონდეთ. და ამ გაიდებში კიდევ არის მოცემული რჩევა, ორი ღილაკია, რომელიც უნდა შეიცვალოს, ერთი უნდა ჩართოთ, ერთი უნდა გამორთოთ. შესაბამისად, იმ ღილაკებს როგორც კი გავასწორებთ, მე პირდაპირ შევდივართ ჩვენი მეილის მისამართით, ოღონდ ეს ზაღლუკას რო ვეძახით, ხო? აი ამ ზაღლუკამდე უნდა ჩავწეროთ, რადგან აი აქ არის უკვე დაბოლოება მოცემული მილიონი ედუჯისთან ერთად, ანუ მხოლოდ პირველი ნაწილი მეილის, მე ვწერთ ჩვენს მეილის პაროლს, აქ აქვთ ხოლმე კიდევ სტუდენტებს პრობლემა, რომ შეიძლება ვერ შედიან თავიანთ მეილზე, იმიტომ რომ პაროლი არ ახსოვთ. და მე გგონიათ ხოლმე რომ აი ბაზაში ვერ შედიან, პრობლემაა და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერ უნდა ნამდვილად დარწმუნებული იყოთ, რომ მეილზე წვდომა გაქვთ, პაროლი გახსოვთ და მე შეხვიდეთ ბაზებშიც. თუ პაროლი არ გახსოვთ მეილის, ვინც სტუდენტია, არგუსით შეიძლება დაიწეროს განცხადება და აღგიდგენენ პაროლს ძალიან მალე, 1 ან 2 სამუშაო დღე სჭირდება ხოლმე მაგას და შეგატყობინებენ რა არის თქვენი იუზერი და პაროლი, ანუ მომხმარებლის სახელი და პაროლი და ვინც დანარჩენი თანამშრომელია მაგალითად და არგუსი არ აქვს, ისეთ შეიძლება ვთქვათ info ილია-uni edu.gz-ზე გაიგზავნოს წერილი და ჩვეულებრივ მოხდება აღდგენა ამ პაროლის. და როცა უკვე შევდივართ მეილზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
ამ შემთხვევაში მხოლოდ მეილის პირველი ნაწილი და ჩვენი მეილის პაროლი უნდა ჩავწეროთ და მერე შევიდეთ. რაღაც არასწორად ჩავწერე, მე მაგადიეთ. ძალიან ხშირად აკეთებს, რომ თითქოს არ ვარ დარეგისტრირებული ან არასწორად შევიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ღილაკი ჩაუთრე იმეილზე. ანუ მეილზე გაასწორეთ მონაცემები, მაგრამ მე მაინც არ ვერ შედიოდით? მდიახ. იცით რა, მასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე. მთავარი არის ვიცოდეთ, რომ მაგალითად ქართული ფონტი ხო არ იყო იმ დროს დაყენებული, ქართულად ხო არ წერდით? ყველანაირად გადავამოწმე და აი სწორედ იმ მოსს მივიყევი ბოლოს აღარ ვიცოდი რა მექნა და რა აღმოაჩინე ინსტრუქცია, მაგასაც მივყევი და მაინც იგივე საკითხი მიხედვით ყველაფერი იყო ნამდვილად ისე გასწორებული როგორც ინსტრუქციაშია, მაგრამ მაინც ვერ შედიოდით? დიახ, და სხვადასხვა ეგეც იყო ერთ-ერთი პრობლემა, აი რომ ვერ მოვიძიე რაღაც სხვადასხვა მასალები, ასე ვთქვათ, რომ ანუ ვერ მივაღწიე იქამდე რა. კარგი, თუ რაღაც ესეთი მოხდება, ვთქვათ, გაუთვალისწინებელი, ამ შემთხვევაში აი აქ კონტაქტი არის, ვთქვათ, ბიბლიოთეკისთვის და შეგიძლიათ აქ არსებულ მეილზე დაგვეკონტაქტოთ, აი აქ არის მოცემული library.iliauni.edu.g და library.iliauni.edu.g და ასევე თვითონ ბაზების ჩამონათვალშიც აი აქ არის დახმარება და აქედანაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ხოლმე და ბიბლიოთეკას მიმართოთ და ძალიან მალე დაგეხმარებიან ისინი. თუ რამე ისეთი საკითხია, რომელსაც თვითონ თანამშრომლები მოაგვარებენ, რა თქმა უნდა, გადაიჭრება უცებ და თუ ისეთი ტექნიკური საკითხია, რომელსაც ვთქვათ IT სამსახური სჭირდება, მაშინ გადაგამისამართებენ IT სამსახურთან. ამიტომ თუ დროულად მოხდება თქვენი მხრიდან შეტყობინება, უნივერსიტეტის მხრიდანაც რეაგირება იქნება ძალიან სწრაფი, იმიტომ რომ არის ხოლმე ხანდახან ესეთი შემთხვევები და იშვიათად, მაგრამ არის, მაგრამ ნუ თუ მოხდა ეს ტექნიკური საკითხი იქნება თუ ჩვენ მიერ მოგვარებადი, ნამდვილად დაგეხმარებით ძალიან მალე. ამიტომ გირჩევთ, რომ ეს დახმარების საშუალებაც გამოიყენოთ ხოლმე. გზამკვლევიც გვაქვს აქ, სადაც თვითონ კონკრეტული ბაზის გაიდებია მოცემული, როგორ მოვიძიოთ ხოლმე ინფორმაცია. არის ძალიან კარგი საშუალება ტრენინგების სახით. შეგიძლიათ შეგრძანდეთ და დარეგისტრირდეთ თუნდაც ერთი რომელიმე ბაზის გამოყენებაზე ან ზოგადად ბაზების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით და ამაზე უკვე მე ბიბლიოთეკის თანამშრომლები გიკავშირდებიან ხოლმე და ინიშნება ტრენინგი, ეხლა უკვე დისტანციურად ტარდება ხოლმე და შეგიძლიათ დაესწროთ, ასე რომ ეს ტრენინგების საშუალებაც გამოიყენეთ დახმარებაზე უკვე ვთქვით და უბრალოდ ეხლა თვითონ უნივერსიტეტის მიღმაზე მინდა ისევ ყურადღება გავამახვილო. მე წეღან რაზეც შევედი, ეს იყო Science Direct-ი და როდესაც კონკრეტულ ბაზაში შევდივართ, აქ როგორც წეღან კატალოგში ვნახეთ, ბიბლიოთეკის კატალოგში, ძიება ხორციელდება აი ესეთი პატარა საძიებო ველების დახმარებით, ხო? როდესაც, ну, ხა როცა საწყის ეტაპზე ვართ და ავტორი არ ვიცი, სათაური არ ვიცი, რა თქმა უნდა, keyword-ი, ანუ საძიებო ტერმინი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რითიც უნდა დავიწყო. და თუ კონკრეტულ ავტორს მე ვეძებ, შემიძლია პირდაპირ ავტორის გვარიც ჩავწერო, ან შეიძლება ვიცოდე ჟურნალი, სამეცნიერო ჟურნალი, რომელშიც გამოქვეყნებულია ის სტატიები, რომელიც მჭირდება და შემიძლია ჟურნალის სათაურიც ან წიგნის სათაურიც ჩავწერო და ასე შემდეგ. ну, როგორც წესი, მაინც პირველი არის ხოლმე, რომ რაღაც საძიებო ტერმინით უნდა დავიწყოთ და მე უკვე გავფილტროთ მონაცემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ აქ ძიებას განვახორციელებ, მე მინდა შეგახედოთ ასევე აქ მოცემულ iliaun-ის რესურსზე, რომელიც ნაყიდი კი არ გვაქვს, არამედ ჩვენია, ჩვენ ბაზაზე არსებულია. ეს არის Identity Studies, რომელიც საკმაოდ ესეთი საინტერესო ჟურნალია და გამოდის სამეცნიერო ჟურნალია და გამოდის iliaun-ში, არის Cadmos-ი, ასევე ჩვენი რესურსი და არის ePrints-ი. ეს ePrints-იც არის ინსტიტუციური ბაზა, მონაცემთა ბაზა დავარქვათ ასე, საცავი, სადაც ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის კიდევ მაგისტრებიც, რომლებიც უკვე დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომები, აი ესეთ ნაშრომებიც აქ იტვირთება. და პროფესორ-მასწავლებლების შემთხვევაში, წიგნები თუ მათ რამე გამოსცეს, სტატიები რაც მათ გამოაქვეყნეს, ესეთი რესურსი არის ხოლმე აქ ამ კონკრეტულ საცავში მოცემული და შეგიძლიათ ეს რესურსიც ნახოთ. უბრალოდ აი მაგალითად სამაგისტროზე ხა რაც გამახსენდა, იქ წააწყდებით, თქვათ ავტორი, ანუ მაგისტრი ვინ იყო, რა ნაშრომი დაწერა და არის ხოლმე აბსტრაქტი მოცემული და
პირდაპირ ფაილი მთლიანი სრული ასლით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ იქ შეგიძლიათ არის ღილაკი, რომ მოითხოვოთ თქვენ სრულ ასლზე წვდომა და უკვე უკავშირდებით ავტორს და ის ავტორი მერე ან დაგვრცავთ ნებას რომ სრული სამაგისტრო ნაშრომი გაჩვენოთ, ან არა, ეგ უკვე მისი პირადი გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენ ესე საჯაროდ ვერ ვდებთ ხოლმე. და ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელი სერვისი, რაც ბიბლიოთეკამ გააკეთა, არის Discovery სერვისი. ეხლა გეტყვით, რატომ არის გამოსაყენებელი. აი ამ განსაკუთრებით აი მაგალითად პირველ კურსელები ძალიან იბნევიან ხოლმე, როდესაც აი სამეცნიერო მასალებს ეძებენ და უცებ ამდენი ბაზა შეხვდათ, ხო? სამეცნიერო ბაზა და ყველგან უნდა ნახონ, რომ აი მაგალითად, წეღან დამავიწყდა მე თქვა, რომ ამ ბაზებში ან არის კონკრეტული მიმართულებების რესურსი წარმოდგენილი, ან არის მულტიდისციპლინარული ბაზები, ანუ სხვადასხვა დარგების მიხედვით ყველა დარგს მოიცავს. ან შეიძლება მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები იყოს, აი მაგალითად ტეილორი და ფრენსისი აერთიანებს ჟურნალებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ფართო სპექტრს დაწყებული სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან დამთავრებული მეცნიერებით და ტექნოლოგიით, ხო? ან შეიძლება იყოს აი Humanity Source, EBSCO-ი რაც არის, ეს არის უკვე მხოლოდ ესეთი ჰუმანიტარული მიმართულება, არქეოლოგია, ხელოვნება, კომუნიკაცია, ფოლკლორი და ასე შემდეგ. არის Political Science Complete, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს აერთიანებს. აი აქ ხვდებით უცებ JSTOR-ს, რომელიც მულტიდისციპლინარული სამეცნიერო არქივია და აქ უკვე ყველა სფეროს რესურსი შეიძლება მოვიძიოთ, ხო? ეხლა მე იმის თქმას ვცდილობ, რომ აი ამ ჩამონათვალში სტუდენტი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი რომ არ დაიბნეს ხოლმე, აი რომელ ბაზაში შევიდეს, სად მოვძებნო, რამე არ გამომრჩეს და ნამდვილად მივაგნო იმას, რაც მინდა, აი ამას რო ფიქრობს ხოლმე. ამისთვის არსებობს აი ესეთი Discovery სერვისი, რაც გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპით ძიებას. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რა ბაზებიც ჩვენ გვაქვს, ერთდროულად შეგიძლიათ მოძებნოთ ყველა ბაზაში ერთი დაკლიკებით. ანუ მე რო ეხლა ცალკე გავხსენი, თქვათ, აი ეს Science Direct და აქ უნდა განვახორციელო ეხლა მე ძიება, აი მაგალითად ტურიზმის მენეჯმენტზე, ხო, სიტყვაზე საძიებო ტერმინებად ჩავწერე ეს. მხოლოდ Science Direct-ში ვეძებ და არა სხვა ბაზებში, ხო ასია? და როდესაც ვიყენებ მე აი ამ EBSCO-ს Discovery Service, აი ხა წვდომა უნივერსიტეტს მიღმა დავაკლიკებ და განვახორციელოთ ეხლა ჩვენ ძიება აქ. ისე მხოლოდ რომ თქვათ იგივე ტურიზმის მენეჯმენტი რო ჩავწერ, აი keyword-ის გასწრილ. თქვათ აქ შემოთავაზებებიც არის, ხო, რა შეიძლება მოვძებნო, განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა აგერ ტურიზმის მენეჯმენტი, თქვათ, ცოტა ზოგადია, მაგრამ იყოს და აი ეხლა მე რო search-ის ღილაკს დავაწვევი, აქ უკვე ერთ რომელიმე ბაზაში კი აღარ ვეძებ, არამედ ყველა იმ ბაზაში, რაც კი ილიაუნის აქვს აი ამ ჩვენს ბიბლიოთეკის გვერდზე მოცემული. და მე თანხმობით, რომ ეს უფრო მოხერხებულია, ცალკე გადასვლები აღარ გვიწევს და მხოლოდ აქ მოვძებნით, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ აი ამ ზღვა ინფორმაციაში, რომელიც ამ შემთხვევაში 308,000-ზე მეტი ჩანაწერია, და აი აქ რასაც ხედავთ, როგორ შეიძლება ახლა ფილტრები გამოვიყენოთ, რათა შევამციროთ ჩვენი ეს ძიების არეალი, ანუ შედეგები შევამციროთ და უფრო კონკრეტულზე ჩამოვყალიბდეთ, იმიტომ რომ 308,000 ჩანაწერს და რესურსს და მე თანხმობით, რომ ვერავინ ვერ ნახავს, ხო? ამდენი დრო და ამდენი შესაძლებლობა ნამდვილად არავის არ აქვს. ბაზებზე სანამ ახლა ფილტრს გაჩვენებთ, დავიმახსოვროთ ერთი რამ, რომ რა ენაზეც ვეძებთ რესურსს, იმ ენაზე უნდა ჩავწეროთ ტერმინებიც. უბრალოდ ქართულ ენოვარ მასალას აქ ვერ ვნახავთ, რადგანაც საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებია და ამ შემთხვევაში ძირითადად ინგლისურენოვანი მასალებია მოცემული, თუმცა თუ ვინმე გერმანული იცის, ესპანური იცის, რაღაცები ჩინურადაც შემხვედრია, თურქულად შემხვედრია და ასე შემდეგ, შეგვიძლია იმ ენაზე ჩავწეროთ ეს საძიებო ტერმინები და მოვძებნით ამ ჩვენს რესურსს. ეხლა გადავიდეთ ფილტრების დაყენებაზე, ხო? აი ეს 308,000-ზე მეტი ჩანაწერი რო არ ვნახოთ, როგორ შევამციროთ? მარცხენა მხარეს თუ შევხედავთ, ეხლა აქ არის უკვე ფილტრები, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. სადაც, აი ლიმიტაცია მოვახდინოთ, ეხლა full text-ი ეხლა გვჭირდება, ხო? რაღაც ორი გვერდი იყოს და დანარჩენს ვერ ხსნიდეთ, ესეთი რესურსი არ გვჭირდება. ამიტომ მიუთითოთ, რომ აქ იყოს full text-ი. არის ხოლმე რეცენზირებული მასალები და თუ ვინმეს ესეთი რესურსიც აინტერესებს, ეს რეცენზირებული მასალა შეიძლება ჩართოს, ეს peer reviewed რასაც აწერია.
ან ეს მეორე არის, რომ ჩვენს ბიბლიოთეკის კატალოგში რაც არის ხელმისაწვდომი, ისიც რომ მიჩვენოს. ამ შემთხვევაში, თუ ვიღაცას აინტერესებს, რომ ჩვენ სხვა არ გვაქვს ბიბლიოთეკაში, ესენი შეიძლება რომ ჩავრთოთ. პრინციპში თუ გნებავთ მოვუნიშნოთ სამივე, ამ შემთხვევაში უბრალოდ თქვენზეა დამოკიდებული რა რესურსს ვეძებთ, ხო? შემდეგ მოდის წლების ლიმიტაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ხოლმე, აქ ახლა 1857 წლიდან არის 2021 წლამდე, ხო? აქ შეიძლება ხანდახან 2022-ით შეგხვდეთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ელექტრონული რესურსი უფრო ასწრებს ხოლმე გამოსვლას, ვიდრე ბეჭდური და ეს წლები არის ხოლმე ესე ერთი წლის შემდგომაც მოცემული. როგორც წესი, უახლესი რამე კვლევა რო ტარდება, მასალებშიც ვიყენებთ ხოლმე აი ბოლო წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს, რაღაც უფრო ახალ მასალას, რასაც შეიძლება დავეყრდნო და რაც მე ჩემს კვლევაშიც გამოვიყენო, ხო? თუმცა შეიძლება არსებობდეს ისეთი ძველი რესურსიც, გამოვიყენებ ამ ტერმინს, ძველი მასალა, რომელიც საკმაოდ ფუნდამენტური რესურსია და მინდა რომ ისიც მოვიძიო. უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული აი ამ პერიოდს როგორ ავარჩევთ. ამიტომ პირდაპირ შეიძლება აქ ჩავწეროთ, რომ მაგალითად გვჭირდება 2000-დან ეს 21 წელიც ბევრია, მაგრამ ნუ არა უშავს, თქვა 21 წლის რესურსი ვნახოთ რამდენი იქნება. 286-მდე ჩამოვიდა, ნუ რაღაც 100.000-მდე მოაკლო დაახლოებით. ნუ თუ ესეც ბევრია, შეიძლება მაგალითად ბოლო 11 წლის ვნახოთ, ხო, 2010-დან 2021-მდე. 215 არც ისე დიდი განსხვავება, მაგრამ იყოს, არა უშავს. ეხლა წავიდეთ წლის გარდა, სხვა რამეები ვნახოთ, რისი შეიძლება შევზღუდოთ. მერე მოდის უკვე წყაროს ტიპი, სადაც მოცემულია, რომ ეს შეიძლება იყოს გაზეთები, რეცენზიები, პატენტები, რეპორტები, აქ შოუმორში შეიძლება კიდევ სხვა ვარიანტებიც ვნახოთ. ყველა შედეგი ერთდროულად იყოს. ნუ განსაკუთრებით აკადემიური ჟურნალები არის ხოლმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხო? და თუ არის აი ესეთი იბუქები, ელექტრონული წიგნები, ეს შეიძლება დაგჭირდეს. ან ვინმე თუ აი საკონფერენციო მასალებს ეძებს და კონკრეტული კონფერენცია იცის, რომელიც ჩატარდა, ესეც შეიძლება იყოს. ან აი ნახეთ, აქ არის დისერტაციებიც მოცემული, თუ სადმე დისერტაციაც წავაწყდებით და აქ უკვე ნუმერაციაც არის, რა რაოდენობის მასალა გვაქვს ესეთი. რაც მოვნიშნე, აპდეიტს გავაკეთებ ახლა და ვნახოთ კიდევ ესეც შეამცირებს ჩვენს შედეგებს. 189.000-ზე ჩამოვიდა, გავაგრძელოთ ახლა ეს ფილტრი. მერე მოდის უკვე subject-ი, ანუ თემატიკა. თემატიკაში არის უკვე ჩაშლილი, რა ვარიანტები შეიძლება იყოს და მაგალითად ტურიზმის მენეჯმენტში თუ რაღაც კლიმატური ცვლილებები მაინტერესებს, climate change შეიძლება ერთ-ერთი, ანუ უფრო დავავიწროვო, ხო, ჩემი საკვლევის საკითხი, იმიტომ რომ ტურიზმის მენეჯმენტი ძალიან ზოგადია და ძალიან ფართოა. ესეთი სახელწოდებით კვლევა ნამდვილად არ მექნება ჩასატარებელი, იმიტომ რომ მასში რაღაც კონკრეტული ვერსია უნდა ავარჩიო. ამიტომ თუ ეგ იყო, თქვა, კლიმატური ცვლილებები, რომელიც გავლენას ახდენს, თქვა, ტურიზმზე, აი აქ უკვე 4.000-ზე ჩამოვხტით უცებ, ხო, იმ რაღაც 300.000-დან უკვე გვაქვს განსაკუთრებით ცოტა შედეგი. არის მერე პუბლიკაციები, კონკრეტული სახელწოდების ჟურნალი თუ გვაინტერესებს, თუ არ გვაინტერესებს და ყველა გვაინტერესებს, მაშინ არაფერს არ მოვნიშნავთ და თუ მარტო ერთი გვაინტერესებს, აი climate change-ზე რაც შეიძლება იყოს, თქვათ, ამ ერთს მოვნიშნავდი. ხოლო 114 ჩანაწერი გვაქვს, აგერ ხედავთ. და ასე ვაგრძელებთ, მოკლედ, ენაც შეგვიძლია ახლა მივუთითოთ, რა ენოვანი მასალა გვჭირდება, მოგაცრავოთ ეს. აი აქ language-ში შეგვიძლია 114 ყოფილა ინგლისური და არც ერთი სხვა მასალა არ არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. კარგავს აზრს ენის შეცვლა, იმიტომ რომ 114 არის ასე. გეოგრაფიას რაც შეეხება, ნახეთ, აქაც არის ჩაშლა რომელი რეგიონის კლიმატური ცვლილებები გვაინტერესებს, თქვა, ტურიზმში, ხო? მაგალითად ავირჩიოთ, რა ვიცი, იყოს ავსტრალია. არ ვიცი რა შეიძლება დაგვაინტერესოს, მაგრამ იყოს ავსტრალია. ნუ მხოლოდ სამი ვარიანტი დაგვრჩა, სამი რესურსი გვაქვს სანახავი და full text finder-ით, თქვა, ეხა 3-ზე მეტი რაღა უნდა შევამცირო, ესეც ძალიან მომიწია, რომ დაკონკრეტებულიყავი, ხო ასია. თუმცა ის 114-იც არ არის ისეთი ბევრი, ის 114-ით შემეძრო, ჩვეულებრივ მენახა, ხო? 114 ნამდვილად არ არის ბევრი. და თითოეულ მათგანს მე ამ ეხა სამი რაც დაგვრჩა ამ ჩანაწერს,
აწერია ყველას რომ არის აკადემიური ჟურნალი, მოცემულია სათაურები, აუცილებლად არის მოცემული ვის მიერ არის დაწერილი ეს კონკრეტული სტატია და აუცილებლად ჩანს ჟურნალის სახელწოდებაც, რომელი წელია, რომელი გამოცემაა და ასე შემდეგ. და full text finder-ით მე შეგვიძლია უკვე გადავიდეთ და სრული ასლი მოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო აი ეს კონკრეტული სტატია მაგალითად. თუ full text finder-ი არ ეწერება, იქ შეიძლება პირდაპირ ეწეროს PDF-ი. შესაბამისად ეს უფრო ამარტივებს საქმეს, იქვე არის PDF-ი და გავხსნით და ეს full text finder-ი უბრალოდ research library-ზე გადაგვიყვანა ახლა და იქ გვეუბნება რომ გადავიდეთ და მოვძებნოთ. ანუ ეს ხდება იმიტომ რომ აი ესე ყველა ბაზაში ეძებს ერთდროულად და სადღაც უნდა გაგიყვანოთ რომელიღაც ბაზაში გაჩვენოთ ის კონკრეტული რესურსი რომელსაც თქვენ ეძებდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ იქვე PDF-ი უწერია ხოლმე ეგ უფრო გიმარტივებთ საქმეს რომ ესე full text finder-ზე აღარ გადადიხართ და პირდაპირ ნახულობთ. აი ნახეთ, გაგვიხსნა უკვე ეს რაღაც 19 გვერდიანი სტატია ყოფილა, აგერ არის მოცემული, რომლის ჩამოტვირთვაც შეგვიძლია, ამობეჭდვაც შეგვიძლია, ProQuest-ში ყოფილა აგერ მოცემული ეს ჩვენი სტატია და აქაც აწერია, რომ ილიას უნივერსიტეტიდან არის წვდომა განხორციელებული და ვიღაც გარეპირი ნამდვილად არ არის შესული. აქაც შეგვიძლია პირდაპირ დაუნლოუდით, ჩამოვტვირთოთ, ციტირება მოვახდინოთ, მეილზე გადავიგზავნოთ, თქვათ ესეც შეიძლება, ამობეჭდოთ და ასე შემდეგ. ამიტომ აი ესეთ ძიებას თუ განახორციელებთ ხოლმე დამერწმუნეთ ძალიან ბევრ კარგ უახლეს სამეცნიერო რესურსს წააწყდებით ხოლმე და შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და ნებისმიერ დროს გქონდეთ წდომა ამ რესურსზე. ეს მეილზე გადაგზავნოთ ძალიან კარგია ხოლმე რომ გექნებათ უცებ გადაგზავნილი და თუ შიგნით გააკეთებთ აკაუნტს, აი მაგალითად ProQuest-ში თქვენი აკაუნტი გექნებათ, აი აქ შეგიძლიათ გააკეთოთ, აქ უკვე შიდა ფოლდერებით შეიძლება რომ გქონდეთ და იქ თქვენი თარო რო წარმოიდგინოთ, ხო? და იქ შემოალაგოთ მე თქვენთვის საინტერესო სტატიები და გქონდეთ ხოლმე. ნუ ეს ვარიანტით შეიძლება, მაგრამ თუ ხან ProQuest-ში შედიხართ, ხან JSTOR-ზე შედიხართ, ეს უკვე დამაბნეველი იქნება, რომ ყველგან სხვადასხვა თარო გქონდეთ და ამისთვის მე აი ჩვენი შეხვედრის ბოლო ნაწილში Mendeley-ზე რო გადავალ, იქ გაჩვენებთ ერთ სივრცეში ყველაფერს თავი როგორ მოუყაროთ, ამასაც გვექნება დღეს შეხვედრა. კარგი, სანამ ახლა წყაროების გამოყენებაზე გადავალთ, მოდით მითხარით, სად მოვძებნოთ აი ამ შეკითხვაზე თუ გაქვთ შეკითხვები კიდევ. კიდევ რამე შეკითხვა თუ გვაქვს, რომ ამოვწუროთ ეს ძიების საკითხი და გადავიდეთ უკვე რესურსის გამოყენებაზე. გასაგებია მაგალითად მომეძია ინფორმაცია ელექტრონულ მუსიკაზე და სამწუხაროდ, რა ვიცი, ნაკლებად იყო ეს ინფორმაცია, ან იყო ვთქვათ ინგლისურ ენაზე და სამწუხაროდ ინგლისური ჩემთვის ცოტა არ იყოს და ისე გასაგები ენა არ არის რომ გამოვიყენო ეს კვლევისთვის. ბაზებში ეძებდით ქაბატონ თამილა? დიახ, ბაზაში, სამეცნიერო ბაზებში ვეძებდი, ახლა ვნახე ეს ელექტრონული კატალოგი, ახლა ამ წუთას შევედი და იქაც არის ინგლისურად ფაქტიურად ყველაფერი მოცემული და რაღაცას ალბათ არასწორად მე მინდოდა ანუ კონკრეტულად თანამედროვე ტექნოლოგიები ელექტრონულ მუსიკაში ესეთი თემა განხორციელებინა და არანაირად არ გამომივიდა ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. თუ ახლა ბაზებში ვეძებდით, იქ წეღან მეც საუღნიშნე რომ ძირითადად ინგლისურენოვანი მასალებია ხოლმე, იმიტომ რომ ეს მონაცემთა ბაზები არის მაინც საერთაშორისო და რადგანაც ინგლისური უფრო ესე ხშირად გამოყენებადია, ქართულებს ახლა ამ ბაზებში ნამდვილად არავინ არ გამოგვიქვეყნებს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ქართულებს თარგმანი არ შეიძლება ამ ნაშრომების არანაირად ხო არ არის სპეციალური რამე პროგრამა თქო რომ აი ვთქვათ გადავტვირთო ეს ნაშრომი. უკვე რა ვიცი, სხვადასხვა თარგმნის ინსტრუმენტებია ხოლმე, ხო? სხვაინა თუ მაგალითად ისე რომ აი ხა რო გითხრათ რომ მაგალითად Google-ის თარგმანი გამოიყენეთ თქო, ქართულზე ვერ გირჩევთ, იმიტომ რომ ქართულს ძალიან საკეთებს. სამაგიეროდ ინგლისურიდან მაგალითად რუსულზე ან გერმანულზე თუ გადაათარგმნით, იმას უკეთ თარგმნის და მე ვთქვათ რუსული თუ უფრო კარგად ვიცით სიტყვაზე, იმას შეიძლება უფრო მარტივად გადმოვიყვანოთ ქართულზე და პირდაპირ ინგლისურიდან ქართულზე ძალიან ცივი თარგმანია ხოლმე. არის კიდევ სხვადასხვა ინსტრუმენტები, რა ვიცით, ან შეიძლება ვინმე დავიხმაროთ თარგმანის შემთხვევაში. ამ მასალებს აბსტრაქტები ახლავს ხოლმე კიდევ თან, ანუ მოკლე აღწერა, რის შესახებ არის სტატია, რის შესახებ არის წიგნი. ეს აბსტრაქტის გვეხმარება ხოლმე გავიგოთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ის რესურსი, რაც მოვიძიეთ. იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სათაური კი რაღაც თითქოს
საჩვენოა, მოდი ამ ტერმინს გამოვიყენებ და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აი შიგ თავსი არის ისეთი, რომ ცოტა ცდება ჩვენ საკვლევ საკითხს. ამიტომ ეს აბსტრაქტები გამოიყენეთ ხოლმე და დაიხმარეთ, რომ რამე უბრალოდ დრო არ დახარჯოთ დიდი მოცულობის ტექსტების საკითხვაზე. ეს აბსტრაქტი კიდევ რაღაც პატარაა ხოლმე, სულ ნახევარი გვერდიც არ არის და დაგეხმარებათ. უბრალოდ აი ელექტრონული მუსიკათან ისეთია, რომ მართლა არაქართულენოვან მასალებს უფრო ბევრს ნახავდით და ხო, არაქართულენოვანი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ეს რამე ელექტრონულად NPL მე თვითონ მქონდა ინტერნეტ სივრცეში მოძიებული, ანუ საწყისები მინდოდა უბრალოდ, რომ აი საიდან დაიწყო. ეხლა ელექტრონული მუსიკა ეგრევე ხო არ დაიბადა, იყო რაღაცა წინა ისინი ვთქვათ შექმნილია ეს ინტერნეტში კი მოვიძიე, ვთქვათ ჩემთვის მქონდა, მაგრამ აი სამეცნიერო ბაზებში ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არის, აი კონკრეტულად რომ რაღაცა იყო მხოლოდ კომპოზიტორებზე, ეს ელექტრონულ მუსიკას წერს მაგაცზე და აი რაღაცნაირად გამიჭირდა ამ თემის გავცობა და ვფიქრობ ახლა რომ მაინც დღემდე ვერ დავწერე, ანუ ამის გამო დავალება ვერ გადავგზავნე და შევცვლი ალბათ თემატიკას, რა ვიცი. აი მაგალითად არ გამოდის ელექტრონული მუსიკა, თქვათ არის ესეთი. ანუ მე ასეთი ის მინდოდა. მე მაგ დროს გვიწევს რომ შევცვალოთ კი თემა. აი MSG-ს უდევს რაღაცები. თვითონ ეს საკითხი მე ხა მუსიკის მასწავლებელი ვარ და საკითხი არის ძალიან პრობლემატური სკოლაში. ფაქტიურად ამას არც გადიან ხოლმე გაივლიან ბავშვები და ძალიან საინტერესოა. ეხლა მე საწყისი გზები რომ ვეძებე იქიდან ვიკიპედიიდან და საერთოდ ინტერნეტიდან ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ეს მინდოდა სამეცნიერო დონეზე რომ რაღაცნაირად განმეხორციელებინა და ვერაფერი ვერ ნახე. ეს ზოგადი ინფორმაცია ვინახე. არა, ეგენი არ ეგენი ვიცი არა. კარგი, აბა თუ არის რამე ელექტრონული. ხან მუსიკის საწყისები დავწერ ელექტრონული მუსიკის, ხან როგორ ვერაფერი ვერ ნახე ისეთი და უფრო ჩვენი ეთნომუსიკოლოგია უფრო ანუ ხალხური მუსიკა უფრო მეტად დევს ვიდრე ეს ახალი თემაც არის და აი ნახეთ ქართულად ჩავწერე, მაგრამ თავიდანვე ინგლისური ვარიანტები შემომთავაზა. თუმცა აი ხო მუსიკის ისტორიაზე გვაქვს ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ქართული ტრადიციული მუსიკა. ხო, აი მუსიკაზე უბრალოდ ეს უკვე ხალხურია კი. საკლავიშო უნარები უკაცრავად ჩავერთვებ მეც რომ გამოიყენოთ აი ეს შეიძლება გამოგადგეთ მუსიკის ისტორია მსოფლიო ხელოვნების ჭრილში მაგალითად აქ შეიძლება იყოს მუსიკის კვლევები კრიტიკული შესავალი აი აქაც თქვათ დიაგნოზია თქვენ ეს გვეუბნებოდით შეიძლება უბრალოდ მინდოდა ანუ თუ დაეხმარებოდა Google მადლობა გამოიყენოს ინგლისურ მასალებს როცა ნახავს თათი მაინც თუ ესმის ინგლისური შეძლებს რომ დააკავშიროს სწორად დააწყოს წინადადებები კი არა ცოტათი როგორ არ მესმის მაგრამ რავი მაინც ვთვლი რომ საკვლევი მასალისთვის საკმარისი არ არის ხო რუსული ძალიან კარგად კვლევას და მეც არ ვიცი მაღალ დონეზე ინგლისური და მე მეხმარება რომ დავწერო კვლევა კი, აუცილებლად დაგეხმარებათ, როგორ არა. დაგეხმარება, მაშინ ესეთი რაღაცას გამოიკვეთა ახლა, რომ ეგ არის სფერო, საკითხი, რომელიც საჭიროებს ქართულენოვან კვლევას და ქართულენოვან მასალებს. ასე რომ შეგიძლიათ მაგ მიმართულებით იმუშაოთ და კარგი წყაროები აუცილებლად იმუშავე. თქვენი ის რა ქვია თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი ამ ასაკში რომ იტყვიან მომიწია მაგრამ რა ქვია სხვათა შორის რაღაც აი ამ საგნის მერე აკადემიურის მერე რაღაცნაირად თითქოს ჩემი თავი ვიპოვე ეს კვლევა ეს ძიება რაღაცნაირად მომეწონა აჰა მშვენიერი მიხარია ძალიან კარგი აი გასაგებია ხა ამ ელექტრონული მუსიკის მიმართულებით შეგიძლიათ იკვლიოთ და ქართულენოვანი მასალები მოკლედ შექმნათ.
კარგით, მაშინ მოდით დავიდეთ ისევ ჩვენს პრეზენტაციას. არაფრის რას ვწანებთ, დავუბრუნდეთ პრეზენტაციას და ეხლა უკვე ნახეთ ერთი მომენტი იყო, რომ ვიპოვეთ რაღაც რესურსი და მერე უკვე ტექსტში როგორ გამოვიყენოთ, წერისას როგორ გამოვიყენოთ, ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაგალითად ვიღაც არ მოგვედაოს, რომ თქვა პლაგიატია, სწორად გამოვიყენე, არ გამოვიყენე, იქ წყარო მივუთითე, არ მივუთითე. აი ამაზე რო ვთქვათ, ხო, როგორ იყენებთ ხოლმე წყაროებს? იპოვეთ მაგალითად 5-6 რესურსი, ან უფრო მეტი გააჩნია რა მოცულობის მასალაზე მუშაობთ და რა უნდა დაწეროთ, ამას აუცილებლად აქვს ხოლმე მნიშვნელობა და ის რესურსი, სტატია იქნება წიგნი, ელექტრონული რაღაც რესურსები, როგორ იყენებთ ხოლმე მერე წერის პროცესში, ეგ მაინტერესებს. რა ხერხს მიმართავთ ხოლმე, რომ ტექსტში ჩართოთ? ციტირება, პარაფრაზი, რეზუმირება. და მეოთხე ხერხი ძირითადად აი ეს სამი გამოიყენება ხოლმე მინდა გითხრა. ციტირება, პარაფრაზირება და რეზიუმირება, როდესაც ეს სამი ინსტრუმენტი გვაძლევს საშუალებას, რომ რაც მოვიძიეთ, ჩვენს ნამუშევარში მე რაღაცნაირად ჩავრთოთ. და აი როგორ ჩავრთოთ, ახლა მაგალითების საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ, ხო? აი მაგალითად ციტირების შემთხვევაში რა არის ციტირება? სკოლიდანაც გვახსოვს ეგ და სულ გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ როდესაც პირდაპირ ნათქვამია, როდესაც ავტორისეული რაღაც ინფორმაცია გადმოგვაქვს, რას უშვებით იმ ტექსტს? ბრჭყალებში წერთ და ხო, ბრჭყალებს უთითებთ და სხვადასხვა წესი არის კიდე ეს ბრჭყალები მაგალითად თუ უცხოურია, თუ არ ვწდები, გერმანულად, ქართულად და ინგლისურად არის, აი ჩვეულებრივი ბრჭყალი, თუ ინგლისურად ერთი ბრჭყალი, ესე ფიგურალური ბრჭყალებია, როცა თქვა ჩვენს განმარტებას ვთავთ ამ ციტირებისას, როგორც მახსოვს. შვენიერი. აქ ახლა მე ერთი ფოტო მქონდა, რომელიც არ ჩანს და რატო არ ჩანს, მაგიტო უცნაურია. იქაც აჩვენებს, რომ ფოტო, ანუ ნიმუშები მქონდა, საიდან წამოვიღე ტექსტი და სამიცნაურია, რომ ახლა იქ არ ჩანს. არც ამაზე. ნუ არა უშავს. სამიცნაურია, აი აქ მქონდა ახლა ფოტო, რომელიც იყო სკრინი იყო უბრალოდ მიდან ელექტრონული წიგნიდან. didn't load. არა უშავს, ამის გარეშე ვთქვათ. აი მაგალითად, ნუ ავიღე ერთი წიგნი, ერთი ელექტრონული წიგნი და ამის მიხედვით მინდა რამდენიმე ნიმუში განვიხილოთ. რეზიუმირებაც ამაზე, პარაფრაზირებაც ამაზე და ციტირებაც ამ კონკრეტულ წიგნზე. ეს არის ლორა ბერკის ბავშვის განვითარება და აი მაგალითად ეს პირველი ნაწილი რო გავიაროთ, ხო? წინ აუცილებლად ციტატს უძღვის ხოლმე რაღაც წანამძღვარი და ეს არის ხოლმე ну ვიღაცის აზრით, ვიღაც ამას ამბობდა, ამას იკვლევდა, ამას ფიქრობდა. ამ შემთხვევაში მე დავწერე თქვა ლორა ბერკის აზრით და ამას მოსდევს უკვე ამონარიდი ორიგინალი წყაროდან, რომელიც ბრჭყალებში მაქვს მოცემული და მე მიწერია რომ თქვა საზოგადოების დახმარება, კარგი სკოლა, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოციალური სამსახური, ბიბლიოთეკა და გასართობი ცენტრი ხელს უწყობს როგორც მშობლების, ასევე ბავშვების კეთილდღეობას. ანუ ნუ ბერკი ასე ფიქრობდა და ნუ მე აქ ინფორმაცია წყაროს შესახებ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით ჯერ ციტატას მივაქციოთ ყურადღება. რა სიტყვით, სწორად მაქვს ახლა მე ეს გაკეთებული თუ არა სწორად? გონი არასწორადაა, იმიტომ რომ ბრჭყალები ქვემოდან უნდა ქართულენოვანი როცა არის. როგორც ვიცი, ბრჭყალები უნდა იწყებოდეს ქვემოდან. ანუ ეს ერთი შეცდომა ვიპოვე. დანარჩენი? შეიძლება თქვამია, რომ ანუ ლორა ბერკის აზრია ეს და მგონი პარაფრაზირება არის. თუ ზუსტი ციტატა არის ამოღებული. და ციტატას რომ მოვიყვანეთ, წინ არანაირი წანამძღვარი არ უნდა გავუკეთოთ? ორი წერტილი. ხო, ორი წერტილი. და უფრო რაღაც პარაფრაზ გავს მე მგონი და ციტირების
პარაფრაზი რო იყოს, ეს ბრჭყალებში არ იქნებოდა მოდი. ხო, ანუ არაფრაზის შემთხვევაში შეცდომა არის თქო, ანუ მაგრამ ციტატაზე თუ საუბრობთ, ხო. ციტატაზე საუბრობთ, ნამდვილად. აი ხა ის ფოტო რო ჩანდეს აქ, რომელიც რატომღაც არ ჩანს და არ ვიცი რატო. პირდაპირ ისა ქალბატონო ვალია, კი შეცდომაც ხო არის, რომ როგორც გავიარე, წერტილი უნდა იწერებოდეს ფრჩხილების გარეთ. აუ ის ფოტო რატო არ არის? რა ეხა ნერვები მეხლება. და კიდევ ავტორის მერე უნდა მძიმე. ანუ წლის წინ. ავტორის შემდეგ. არა, ეს სწორად წერია. ვერკი? კი, ეგ სწორად წერია. და აი ამ წერტილის დასმაზეც მე ამებს მაინც გვაჩვენებს ახლა. ახლა გავგიშდები უკვე. ერთი წუთით. აქ თელი სკრინები რაც მოქვს არაჩვენებს და ამის გარეშე ჩამოვტვირთავ ახლა მე ამ ფაილს და წესით წამოიღებს. ნარკო სანამ იპოვნით და იმასთან დაკავშირებით ავტორის შემდეგ მძიმე უნდა იყოს რომ გითხრა გოგნა ავტორის მერე მძიმე იწერება აპასტილის მიხედვით. და ეხლა ლისაც აქვს დამოწმება ეს არის ჩიკაგოს სტილი და აპასტილი ითხოვს ავტორის შემდეგ მძიმეს, წელი მძიმე და მერე გვერდი და ჩიკაგოს სტილი არ ითხოვს ავტორის შემდეგ მძიმეს, ასე რომ აი ეს განსხვავება არის და თქვენ ეკიდან გახსოვთ ეთქობა ეს ისა ავტორის შემდეგ მძიმე. ალბათ. დიდი მადლობა. მადლობა. სტილს ყოველთვის მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, რომელ სტილს გთხოვენ. ეს გააჩნია, სად უნდა წარადგინოთ ნაშრომი, რა სივრცეში გვიწევს მუშაობა, ეს სტატია, ნაშრომია, უნივერსიტეტში გვჭირდება, სადღაც სტატიას ვბეჭდავთ, ხო? ამას აუცილებლად მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, იმიტომ რომ გააჩნია რა რომელი სტილი მოგთხოვეს, იმის მიხედვით არის ხოლმე ეგ მერე გასათვალისწინებელი. აი აქ უკვე აჩვენა ძალიანაც კარგი. ეს სტილი მენდელეიში ხო შეგვიძლია რომ ავირჩიოთ და იმის დამხედვით გავაკეთოთ მერე ბიბლიოგრაფიაც. კი. აი მერე Word-ის ფაილზეც გვექნება ჩვენ ერთ-ერთი სემინარი და იქაც გაჩვენებთ იქ როგორ შეიძლება მაგის გამოყენება და ეგეც გავიაროთ მერე. აი ნახეთ ეს ახლა ფოტო რაც აქ არის, ხო? ეს გავამუქე ის ნაწილი, რომელიც ციტატის შემთხვევაში გამოვიყენე. აი აქ. ანუ პირდაპირ აღებული და წაღებული მაქვს და უბრალოდ წინ წაუმძღვარე ტექსტი რომ ვიღაცის აზრით და ვინ არის ეს ადამიანი და მერე დავიმოწმეთ კონკრეტული წყარო. აი აქ წერტილი რა შემთხვევაში უნდა იყოს, ამაზეც გავცემთ პასუხს. და ეს ბრჭყალებს რაც შეეხებოდა დრაივში მქონდა მეაწყობილი და ახლა როგორც ფოტოზე იყო პრობლემა, ისი არის ამაზეც და დრაივის შემთხვევაში აი ეს მინუსები აქვს ხოლმე მაგას, როცა ჩვეულებრივ PowerPoint-ში ვმუშაობთ და ქართულ ენაზე ვწერთ, იქ უკვე ამას აღარ აქვს ხოლმე მნიშვნელობა. ეხლა ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება ციტატის მოცულობას. რა ვიცით ციტატების მოცულობაზე და რამხელა ციტატა შეიძლება იყოს ტექსტში, ან პატარა და დიდი ზომის ციტატების მითითება როგორ ხდება ხოლმე? თუ 4 სტრიქონზე ნაკლებია მაშინ ეს არის მოკლე ციტატა და ჩვეულებრივად განთავსებულია ტექსტში, ბრჭყალებში. როგორც მაგალითად ეს ჩვენი პირველი შემთხვევა, ხო? კი. და დიდი ზომის ციტატად რომელი აღიქმება? 4 სტრიქონზე მეტი შესაბამისად და გამოიყოფა ძირითადი ტექსტისგან და მაშინ თუ ხო წერთ, მაშინ შრიფტის ზომა იცვლება 11-ზე და ინტერვალი სტრიქონებს შორის ხდება 1.15. კი ბატონო, შვენიერი. აქ უბრალოდ ნახეთ, აი ამ ტექსტს, რადგანაც აქ მოკლე ციტატი იყო, მიემატა და აი აქ მონიშნულიდან დანარჩენი ტექსტიც, რომ მოცულობით დიდი ციტატა გამოსულიყო, უბრალოდ აქ ფონტი არ შემცირებია, რომ თქვენ კარგად დაინახოთ და უბრალოდ გამოვყავი აბზაცით ცალკე და ორივე მხრიდან შევწიე ტექსტი, რათა მიგახვედროთ რაზეა საუბარი. როდესაც ძირითადი ტექსტი გვაქვს ხოლმე, აი მაგალითად აი ამ კიდეებში გასწორებული ვთქვათ,
ეს უკვე უნდა იყოს აუცილებლად შეწეული, როდესაც დიდ ციტატს ვაკეთებთ. და აქვე დავიმახსოვროთ, ციტატების გამოყენებას თავისი წესები აქვს. აკადემიური სტილის სახელმძღვანელოში ეს რა თქმა უნდა არის მოცემული და ისე ნუ გააკეთებთ ხოლმე, რომ აი ერთი გვერდის ფარგლებში მაგალითად ნახევარგვერდიანი ციტატი ჩასვათ. ეს არ არის გამართლებული. აუცილებლად უნდა იყოს, ნუ აი ხა კი ვთქვით, რომ 4 ხაზზე მეტი თუ არის და 5 ხაზიდან ზემოთ დიდი ციტატაა და ვიცით როგორ მიუთითოთ. ეხლა 7 და 8 ხაზზე მეტი ნუ იქნება, იმიტომ რომ თუ უკვე აი ამ ხელა ციტატა გამოდის, მაშინ ჯობია რომ პარაფრაზირება მოვახდინოთ და ციტატის ნაცვლად შინაარსი გადმოვცეთ და ჩვენი სიტყვებით დავწეროთ. უზარმაზარი ციტატები არ არის მიღებული. პლუს ამას ისი არ ქნათ ხოლმე რომ აი რაღაცა ციტატა, მე ერთი წინადადება ჩვენი, მე ისევ ციტატა, ისევ ჩვენი 1-2 წინადადება, ანუ ძალიან ბევრი ციტატი არ უნდა გქონდეთ. აი რაღაც ნაშრომში ალბათ მოცულობასაც გააჩნია თვითონ ნაშრომისას, მაგრამ აი სადღაც 30%-ზე მეტი არ გქონდეთ ხოლმე ციტატები, იმიტომ რომ ძირითადი, როდესაც რამეს წერთ, ძირითადი უნდა იყოს თქვენეული ტექსტები, თქვენ რასაც წერთ, რასაც იკვლევთ და სხვა ნაშრომებს, როდესაც ვიყენებთ, ეს უნდა იყოს შემავსებელი ლიტერატურა, დამხმარე ლიტერატურა, რაღაც ციტატა მოვიყვანე, იმიტომ რომ რაღაც ფაქტისთვის მჭირდებოდა, რომ გამემყარებინა, ხო, არგუმენტისთვის მჭირდებოდა, რაღაც მსჯელობის ნაწილში მოვიშველიე სხვა ავტორი, ამით უნდა გაამდიდროთ ეს თქვენი ტექსტი, მაგრამ ძირითადი დასაწერი არის თქვენი და მე შემხვედრია ესეთი დავალებებიც ნაშრომებიც, რომ აი თითქმის ყოველი აბზაცის მერე იყო ხოლმე დამოწმებები, წყაროს დამოწმება, აი სულ ციტატი და ასე შემდეგ და ეგ არ არის სწორი ფორმა, ამიტომ მაგას მიაქციეთ ხოლმე ყურადღება. აი რაც შეეხება პარაფრაზირებას, პარაფრაზირება რა არის? როდესაც ჩვენი სიტყვებით გადმოვცემთ. აქ უკვე წყალებს აღარ ვიყენებთ. ტექსტში არსებულ ინფორმაციას შინაარსით ვტოვებთ იგივეს, მაგრამ ჩვენი სიტყვებით გადმოგვაქვს, ხო ასია? აქაც მოვნიშნე რა ნაწილი მაქვს მე ჩემი სიტყვებით გადმოტანილი და ნუ წყარო ჩვეულებრივ დავიმოწმეთ. ეს ჩვეულებრივ ტექსტში აისახება, არანაირი თქვათ ბრჭყალი არ გჭირდება, გამოყოფა ტექსტიდან არ გჭირდება და ასე შემდეგ. მთავარია წყარო მივუთითოთ ხოლმე. და მესამე ვარიანტი და ეს იცით როგორ არის? ციტატზე მეტად შეგიძლიათ პარაფრაზირებაც გამოიყენოთ ხოლმე. რა ვიცი, გააჩნია რა საკითხზე მუშაობთ და როგორ გაქვთ სტრუქტურირებული და მსჯელობის ნაწილი როგორ არის აწყობილი. ამიტომაც ეს პარაფრაზირება საკმაოდ გამოსაყენებელი ხერხია ხოლმე. რაც შეეხება რეზიუმირებას, ეს რას ნიშნავს? გადმოცემა შეჯამების სახით არის. კი ბატონო. მოცემული. და რა შეიძლება შევაჯამოთ? ანუ როგორ ჩავაყალიბო იცი? მაგალითად, ერთი სტატია მთლიანად თუ წიგნიდან ერთი თავი თუ სტატიიდან რომელიმე კონკრეტული ქვეთავი თუ რაღაც მონაკვეთი მოსაზრება ალბათ ხო რაღაც მოსაზრება მთლიანი ტექსტი უბრალოდ ძირითადი იდეა უნდა მოვიღოთ და უცვლელი ძირითადი შეჯამება ალბათ უფრო რეზიუმე ალბათ რეზიუმირება უფრო შეიძლება გამოგვადგეს ისეთი რესურსისთვის, რომელიც აი ძალიან ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რო არ არის ხოლმე ნაშრომისთვის, იმიტომ რომ თუ რეზიუმეს ვაკეთებ, რეზიუმე ვერ იქნება ჩემთვის მაგალითად არგუმენტის გასამყარებელი ინფორმაცია, იმიტომ რომ არგუმენტისთვის აგერ ციტატი შემიძლია გამოვიყენო ან პარაფრაზი, ხო? რეზიუმე რადგანაც ზოგადი აზრის გადმოცემაა, ძირითადი აზრი რა იყო, რომელიმე სტატიაში მაგალითად, რომელიღაც ქვეთავში, რაღაც წიგნის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში, ხო, აი ამას ვაჯამებ. მე რომ ჩემს მკითხველს გადავცე ძირითადი აზრი რა იყო გადმოცემული იმ კონკრეტულ მასალაში. შესაბამისად, კონკრეტული არ არის ის მონაკვეთი, ზოგადად ვეხები ყველაფერს და კონკრეტული ფაქტისთვის არგუმენტად ვერ გამოვიყენებ, ეს დავიმახსოვროთ. მაგრამ როდესაც ვაჯამებ ზოგადად, ხო, აი როგორც აგვიწერია, ვთქვათ, რომ ბავშვის განვითარების თითქმის ყველა თეორიას თავისი შეხედულება აქვს ისეთ საკამათო საკითხებზე, როგორებიც არის ბავშვის განვითარების პროცესში უწყვეტი თუ წყვეტილი საფეხურების სერიები, განვითარების ზოგადი კურსი თუ კონტექსტის შესაბამისი, განვითარებაზე ბუნების და აღზრდის გავლენა. ამ შემთხვევაში, აი ვთქვათ, ყველა თეორიაო რო წერია, ესე იგი აქ რაღაცნაირად ხვდები, რომ ამ ნაშრომში რაღაც თეორიების განხილვა იყო.
აქ შემეძლო ეხამე რაღაც თეორიების სახელებიც მეთქვა, ხო? რომელ თეორიებს ეხებოდა ეს ნაშრომი, ცოტა უფრო ვრცელი რეზიუმეც გამომივიდოდა. ამიტომ თავარი არის ხოლმე, რომ აი რა ნაშრომებიც და რა მასალაც გვაქვს მოძიებული წერის პროცესში. იქედან რაღაც პრიორიტეტების მიხედვით დავალაგოთ, რა თქმა უნდა, თემასთან კავშირის მიხედვით, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რა არის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი და რა ისე რა. და შესაბამისად, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იქედან ციტატებს და პარაფრაზირებას ვიყენებთ ხოლმე და ეს რეზიუმირება ცოტა მეორეხარისხოვანი წყაროებისთვის შეიძლება შემოვინახოთ, გააჩნია როგორ დაგვჭირდება ტექსტში. ეხლა წეგან მე გითხარით, რომ აი ამ დამოწმების ნაწილზე, რომელიც ყველგან მქონდა აქ მითითებული, ცალკე ვისაუბრებდით. ეხლა მაინტერესებს მე რა ხერხებს იცნობთ, როდესაც ან ციტატის, ან პარაფრაზის, ან რეზიუმის შემთხვევაში წყაროს დამოწმებას ეხება. რა ხერხები იცით თქვენ? ერთი არის ტექსტშივე, იქვე და მეორე არის ბოლოში. ტექსტის შემდეგ. ანუ კოლიოშია. აი, ვიღაცა მახსენას კოლიოშიო. კი ბატონო. ეხლა ჩვენ მე რაც მქონდა წინა ვარიანტში, ხო, აი ეს არის ტექსტში ჩართული დამოწმება და მეორე ვერსიაც არსებობს, ეს არის კოლიოს გამოყენება, სადაც აუცილებლად ან ერთი, ან მეორე უნდა არჩიოს ავტორმა, აი ჩვენ ახლა რომელიმე რო წერდეთ ნაშრომს, ან ერთ ხერხს ავირჩევთ, ან მეორეს. ორივეს ერთად ერთ ნაშრომში ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ერთი წესის მიხედვით უნდა გავყვეთ. ამისი წესებით მე აკადემიური სტილის სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ნახოთ აკადემიური წერის ცენტრის საიტზეც არის ეს მასალა მოცემული, თქვათ, ვისაც არ აქვს ეს წიგნი ნანახი, თქვათ. ამიტომ ან ერთს ვიყენებთ, ან მეორეს. მოდი ახლა ვნახოთ ამისი მაგალითები, ხო? აი ხა ტექსტში დამოწმების აქამდეც ვნახეთ ჩემს სკრინებზე, თუმცა კიდე ერთხელ აი აქ ნიმუშის სახით მოვიტანე. და ნახეთ, აი წეგან რო გითხარით წერტილის შემთხვევაში, აი აქ არის უკვე წერტილი ბოლოში. ნახეთ, ჯერ დამთავრდა ეს ბრჭყალები, ციტატის შემთხვევაში, მერე ფრჩხილებში არის მონაცემი, რასაც ვუთითებთ ხოლმე და ვიტყვი, რასაც ვუთითებთ და მერე უკვე წერტილი რომ აი всё, ამით დასრულდა. და ხანდახან არის ხოლმე ჩანაწერის დამოწმების წინაც. რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დამოწმების წინ? ეს არის ხოლმე ბლოკური ციტატების შემთხვევაში, როდესაც აი ორი წერტილიო წეღარ ვახსენეთ, ხო, ერთი კონკრეტული ნაწილი არის ციტატა და იქ როგორც კი დამთავრდება წყარო, მერე მოდის ჩვეულებრივი დამოწმების ხერხი და არ არის ტექსტში აი ესე ჩართული ინფორმაციის სახით. აი ხა მეორეს რო შეხედოთ, ერთი სკოლა აცხადებს რომ და მერე არის ციტატა ბრჭყალებში, მერე წყარო დამოწმებული, მძიმე და მერე ისევ რაღაც გრძელდება ტექსტი. ანუ ეს არის ჩართული ციტატა, ხვდებით? და როდესაც უკვე ბლოკური ციტატებია ხოლმე, იქ ნუ დამთავრდა რაღაც ინფორმაცია წერტილი და მერე მიეთითება, არაფრით რო აღარ გრძელდება, არანაირი ავტორის სეული რო აღარ მოდის იქ. რაც შეეხება და რას ვუთითებთ, ხო? ვუთითებთ აუცილებლად ავტორის გვარს, წელს, რომელიც წელს არის ეს მასალა გამოცემული და გვერდს ან გვერდებს. ახლა ნახეთ, აი აქ ერთი გვერდი წერია 48, აქ 2. აი ეს გააჩნია ციტატა ამ შემთხვევაში ან პარაფრაზი, ერთ გვერდზე არის მოცემული თუ აი ერთ გვერდზე და მერე მეორეზეც გადავიდა, ხო? ამიტომ ესეთი ვარიანტით შეიძლება სადმე შეგხვდეთ ხოლმე. ისევ და ისევ ეს არის ილიანის აკადემიური სტილის მიხედვით, რომელიც ჩიკაგოს სტილს ეფუძნება, თუმცა სხვადასხვა სტილის მიხედვით შეიძლება ეს იყოს განსხვავებული. ამიტომაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, როგორც წეგან გითხარით, ხო? აქ შეიძლება სხვადასხვანაირი ვარიაციები შეგხვდეთ ხოლმე. მაგალითად, კეკელიძე რო იყოს ორი სხვადასხვა სახელის მქონე ავტორი, ანუ ორი სხვადასხვა რესურსი მქონდეს და ორივეს გვარი არის კეკელიძე. მაგრამ ორი სხვადასხვა სახელი ვქვიათ, ხო? შესაბამისად, აქ შემეძლო მე რომ სახელიც მიმემატებინა. ეს ნიშნავს იმას, რომ მე კეკელიძეზე ბიბლიოგრაფიაში გამოყენებულ ლიტერატურაში რომ უნდა მოვძებნო, კლზე კეკელიძეს რომ დავიწყებ ძიებას, იქ უცებ აღმოვაჩენ რომ ორია და აქ რომელი კეკელიძე იყო დამოწმებული მაშინ. მაგას მივხვდები წლით. მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ კიდე ორივე ერთი და იგივე წელს ემთხვევა, იშვიათია, მაგრამ შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ არის ესეთი დაშვებაც აკადემიური სტილის სახელმძღვანელოში თქვა ეგ მოცემულიო, სახელი შეიძლება იყოს აქ მითითებული.
ანუ მე თუ გაეცნობით ესე დაწვრილებით ამ ინფორმაციას ჩვენ სახელმძღვანელოში იქ ნახავთ რა ვარიაციები შეიძლება შეგხვდეს ხოლმე. აი სკოლიოს რაც შეეხება, აქ უკვე მოდით ახლა შევადაროთ ეს ესეთი მოკლე ჩანაწერი, რომელიც ტექსტში კეთდება და აი მაგალითად ახლა სკოლიოში რამხელა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს. აქ უკვე სრულად იწერება ავტორი, სათაური, მე ფრჩხილებში გვაქვს ხოლმე მოცემული გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი და აუცილებლად გვერდები, რომელ გვერდზე იყო ეს, ან გვერდებზე იყო მოცემული ეს კონკრეტული ციტატა თუ პარაფრაზი. ამიტომ რა ვიცი, ზოგს უმარტივდება ხოლმე და მოსწონს თქვა ტექსტში დამოწმების ხერხი, ზოგს უნდა რომ სკოლიო გამოიყენოს, ეს თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ზოგიერთი მიმართულების მიხედვით, აი მაგალითად სოციალურ მეცნიერებებში შეიძლება ის სკოლიო უფრო გამოიყენებოდეს, ან შეიძლება ტექსტში დამოწმების ხერხებს უფრო აქცევდნენ პრიორიტეტს ანიჭებდნენ, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევთ. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორივე ერთად არ აირჩიოთ, ან ერთი, ან მეორე. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ვარიანტს ავარჩევთ, ბოლოში, ტექსტის ბოლოში აუცილებლად გვჭირდება ბიბლიოგრაფიის მითითება. ანუ რა წყარო გამოვიყენეთ. აქ ახლა ვიმახსოვრებთ იმას, რომ თუ კი მაგალითად 10 წყაროს ისე ვიტყვი ახლა ციფრს, ხო? 10 წყარო გამოვიყენეთ ჩემი კვლევის პროცესში და სტატია დავწერე, ვთქვათ, რამე პატარა ზომის სტატია და ეს 10 წყარო გამოვიყენე. 10-ვე უნდა მქონდეს დამოწმებული ტექსტში. თუ 10 დავიმოწმე, შესაბამისად ბიბლიოგრაფია რომ მოდის მერე ნამთლიანი ნაშრომის ბოლოში, 10-ვე უნდა იყოს ბიბლიოგრაფიაში მოცემული. ეხლა აქ რო შევხედოთ, ეხლა ბიბლიოგრაფიის ნიმუში განვიხილოთ, ხო? სათაურად ვაწერთ ხოლმე ან გამოყენებულ ლიტერატურას, ან ბიბლიოგრაფიას. მერე არის ხოლმე ჩაშლაც ენების მიხედვით, თუ ქართულენოვან მასალებს ვიყენებთ, ინგლისურენოვან მასალებს, გერმანული, რუსული, ფრანგული, რა ვიცი, ხო? ამის მიხედვით შეგვიძლია ხოლმე გავაკეთოთ ჩაშლაც. უბრალოდ, აი მაგალითად, აი ქართულში ერთი გვაქვს, მაგრამ აი აქ გერმანულს და ინგლისურს და გერმანულს თუ შევხედავთ, აქ უკვე ბევრი რო არის ჩამონათვალი. მაგასაც შეამჩნევთ, რომ პირველი ხაზი არის გაწეული. Word-ის ფაილში არის hanging, ესეთი მეთოდი, რომ ინდენტაციაში, როდესაც პირველი ხაზი, ჩანაწერის პირველი ხაზი არის ხოლმე გაწეული. ბიბლიოგრაფიაში აუცილებლად გვარით იწყება ჩანაწერი, ავტორის გვარით და ეს გვარები უნდა იყოს მოცემული, დალაგებული ანბანის მიხედვით. ამიტომ აი ხა წეღარ მაგალითად აი კეკელიძე რო ვახსენე, ხო? თუ ვიცი რომ არის ავტორი კეკელიძე, ან ავტორი ბრინი, უნდა წავიდე ბიბლიოგრაფიაში და შესაბამის ნაწილში მოვძებნო ბუზე თუ იქნებოდა აი ვთქვათ ინგლისურ ენებში, მოვძებნიდი აქ ბრინი სად არის. და აქ უკვე მიმარტივდება კიდეც, ხო? ეს პირველი ხაზი გამოწეული როა, აი აქ უცებ ავტორების მიხედვით უცებ ვიპოვი. ამიტომ ამას ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. ნუმერაცია არ გვჭირდება, ანუ 1 2 3 ესეთი გადანომრვა საერთოდ არ არის საჭირო. თავარია რომ იყოს ანბანურად და თითოეული ჩანაწერი იყოს სწორად მოცემული და აი რაც შეეხება ახლა თითოეულ ჩანაწერს რა ხდება, ხო? ახლა მაგალითად წიგნის შემთხვევაში როგორ შეიძლება მივუთითოთ? ეს რო ჩამოვტვირთე პრეზენტაცია პირველი ასოები, ამიტომ ესე კუბიკებად არის. წეგან ვახსენე ლორა ბერკის ბავშვის განვითარება, ხო, რაც ციტატები საიდანაც მქონდა და პარაფრაზები. ამ შემთხვევაში ვიწყებ აუცილებლად გვარით, ბერკი ლორა, წერტილი, აი ეს გამყოფები არის ხოლმე ყოველთვის წერტილები და ესეც დაიმახსოვრეთ. მერე წელი, რომელსაც არის ეს წიგნი გამოცემული, სათაური აუცილებლად დახრილი შრიფტით, იმიტომ რომ ეს არის წიგნი და წიგნის და ჟურნალის შემთხვევაში, სადაც სამეცნიერო სტატიებია მოცემული, აი ამ ორი ვარიანტი, ორივე შემთხვევაში სათაურები იწერება დახრილი შრიფტით. წიგნის სათაური და ჟურნალის სათაური. მერე მოყვება გამოცემის ადგილი, ორი წერტილით. აქ შეიძლება ვიღაცამ შემოკლებითაც დაწეროს TB მხოლოდ, მაგრამ ამას უნდა მოსდევდეს მერე მაშინ ერთი წერტილი თბილისის შემოკლებისთვის და აი ეს ორი წერტილი, იმიტომ რომ ქალაქის მერე აუცილებლად ორი წერტილი მოდის. გამომცემლობა და ეს რომ ელექტრონული არ ყოფილიყო, აქ დამთავრდებოდა. მაგრამ რადგანაც არის ელექტრონული მასალა, არის PDF-ი, მოყვა ლინკიც და ლინკს მოყვება ხოლმე წვდომის თარიღი. რას ნიშნავს ახლა წვდომის თარიღი? ელექტრონულ რესურსებთან ყოველთვის გვჭირდება ეს. ფიზიკურ, ანუ ბეჭდურ რესურსებთან არა, იმიტომ რომ წიგნია და
შეიძლება წიგნმა, რა ვიცი, ფურცელი დაკარგოს, ყდა აღარ ქონდეს, რაღაც გვერდები ამოხეული იყოს, დაზიანდეს, მაგრამ მაინც არის ის რესურსი მოცემული. ელექტრონული შემთხვევაში შეიძლება მაგალითად დღეს ეს ინფორმაცია იყოს მოცემული ამ კონკრეტულ ლინკზე, მაგრამ 1 წლის, 2 წლის შემდეგ შევიდე და იქ ან სხვა რაღაც დამხვდეს, ან რედაქტირებული დამხვდეს, ან საერთოდ გაუქმდა ის საიტი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სანდო საიტების შემთხვევაშიც კი. ამიტომ წვდომის თარიღი არის აუცილებელი ჩვენ როდის გამოვიყენეთ ეს რესურსი. ამ შემთხვევაში 18.04.2021 წელია, რომ ვთქვათ, 1 დღის განმავლობაში მქონდა წვდომა, მაგრამ თუ ეს ისეთი რესურსია, რომ რაღაც პერიოდი ვიყენებდი, აქ შეიძლება დროის პერიოდიც მქონდეს მითითებული, მაგალითად, პირველიდან 18, ანუ 01.04-დან 18.04-მდე და წელიც თავისთავად ექნებოდა მითითებული. ანუ ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რა პერიოდში, რა ვადებში იყენებდით ამ კონკრეტულ რესურსს. შემდეგ მაქვს მოცემული მაგალითად ჟურნალის შემთხვევაში სტატია როგორ შეიძლება დავიმოწმოთ. როგორც გითხარით, წიგნის სათაური და აგერ ჟურნალის სახელწოდება, აქაც დახრილი შრიფტით წერია. სათაური იწყება ავტორით იწყება ჩვეულებრივ წელი. უკაცრავად ავტორით იწყება ჩვეულებრივ ჩანაწერი, მერე ეს ახლა არის სკოლიოს შემთხვევაში. ხო, ეს აუცილებლად უნდა მეთქვა და აიწერან არ მithქვამს. ავტორს თუ მოსდევს წელი, ესე იგი ეს არის ტექსტში ჩართული დამოწმების შემთხვევა. თუ სკოლიოს ვიყენებ, მაშინ წელი გადადის ხოლმე ბოლოში, მაგასაც მიაქციოთ ყურადღება. ანუ აი აქ ახლა ეს 2010 წამოვიდოდა ბოლოში, მე თუ სკოლიო მექნებოდა ჩემს ნაშრომში გამოყენებული. აი აკადემიურ სტილში ეგეც არის მოცემული. ეს პირველი ნაწილი არის, როდესაც ვიყენებ ტექსტში დამოწმების ხერხს და ახლა ეს მეორე არის წელი ბოლოში, როდესაც სკოლიოა გამოყენებული და თუ ტექსტში დამოწმება იქნებოდა, აი აქ ავტორის მერე ჩაჯდებოდა ეს 2005, ანუ გამოცემის წელი. სტატიის სათაური არის ხოლმე ბრჭყალებში მოცემული, მერე ჟურნალის სახელწოდება დახრილი შრიფტით, მერე აქ არის ხოლმე ინფორმაცია, რომელი ნომერია, რომელი ინგლისურ ვერსია, ინგლისურ ჟურნალის, მაგალითად აი ესე თვეებიც უწერია ხოლმე, შეიძლება რაღაც ქართულ ჟურნალს არ ქონდეს და სამაგეროდ ნომერი და რაღაც სხვა ვერსია რა შეიძლება იყოს ქონდეს. ну რაღაც სხვა ინფორმაცია შეიძლება იყოს, ხო? როდის გამოიცა და მე აუცილებლად იწერება გვერდები, რაც ნიშნავს, რომ აი ამ ჟურნალში ეს კონკრეტული სტატია არის აუცილებლად მოცემული აი ამ გვერდების შუალედში. წიგნის შემთხვევაში ეს გვერდები არ გვჭირდება და სტატია არის ერთადერთი გამონაკლისი ბიბლიოგრაფიაში, სადაც ვუთითებთ გვერდებს. სხვა შემთხვევაში გვერდები არ ეთითება. ოღონდ ეს გვერდები არ აგერიოთ, ეს არ არის ეხა ციტირების გვერდი, ეს არის ჟურნალში რომელ გვერდებზეა სტატია მოცემული და ამ გვერდებიდან მე რომ თქვა ტექსტში ციტატა მომეყვანა, ხო? აუცილებლად ამ შუალედიდან უნდა ყოფილიყო რომელიღაც გვერდები, რომ ტექსტში უკვე ციტატა მქონოდა იმ გვერდიდან მოტანილი. ძალიან ხშირი არის ხოლმე მაგალითად საიტების მითითება, ან რაღაც ორგანიზაციის საიტი, უნივერსიტეტის საიტი, ბიბლიოთეკის საიტი, სადაც რაღაც ინფორმაციებია ხოლმე გამოქვეყნებული. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ეგ დავიმოწმოთ, ხო? ეგ არის ჩვეულებრივი ელექტრონული რესურსი, PDF-ი არ არის, ან შეიძლება PDF-იც იყოს. უბრალოდ აქაც მიუყვებით იგივე პრინციპით, რომ ავტორით უნდა დაიწყოს ჩანაწერი. აი მაგალითად რა წარმოვიდგინოთ, წერან ბიბლიოთეკის საიტს რომ განვიხილავდით და შიდა გვერდზე გვჭირდება რომელიმე ნაწილი, ვთქვათ, რა ვიცი, სასარგებლო ბმულების, ან რაღაც PDF-ი იყო ატვირთული და იყო წლიური ანგარიში, ვთქვათ, და ვიღაცა სტატისტიკისთვის ჭირდება, ხო? იმ წლიურ ანგარიშზე PDF-ი რაც იქნებოდა, აუცილებლად იქნებოდა მითითებული ავტორად ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, ან ვინმე კონკრეტული პირები, ვინც იყვნენ პასუხისმგებელნი მაგ კონკრეტული წლიური ანგარიშის მომზადებაზე, ხო? თუ არ არის არავინ მითითებული, მაშინ ილიანის ბიბლიოთეკა გამოდის ავტორი, იმიტომ რომ ზოგადად ბიბლიოთეკის ნაშრომია, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ავტორით უნდა დავიწყოთ აუცილებლად, მე ბრჭყალებში გვაქვს ხოლმე მოცემული შიდა გვერდის სახელი, ანუ library Leon Eduji კი არა ვთქვათ, არამედ შიგნით რასაც შევედი, რა გამოვიყენე, აი ეგ და მე არის ხოლმე კონკრეტული ლინკი. აი აქ რაღაც სტრატეგიული გეგმის ლინკია მოცემული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს გამოიყენა კონკრეტულად ამ ადამიანმა და მე აუცილებლად წვდომის თარიღი, ანუ როდის ქონდა წვდომა ამ რესურსზე.
სხვა ვერსიები, მაგალითად, ორი ავტორის შემთხვევაში როგორ ვუთითებთ, სამი ავტორის შემთხვევაში, როდესაც ავტორი არ არის, რედაქტორი გვჭირდება, თუ რედაქტორის თქვათ არ ჩანს, იქ შეიძლება კვადრატული ფრჩხილები გამოვიყენოთ ხოლმე და მივუთითოთ მაგალითად თუ წელი არ ჩანს სიტყვაზე წ არის ესეთი ჩანაწერი კვადრატულ ფრჩხილებში და ნიშნავს წლის გარეშე. ესეთი ჩანაწერი შეიძლება არსებობდეს. უბრალოდ იმდენი ტიპის ჩაშლა არის, რომ რა შეიძლება შეგხვდეს ტექსტში და რა არა. აი ეს უკვე აკადემიური სტილის სახელმძღვანელოში უნდა მოვძებნოთ ხოლმე. თუმცა მე ჩემს უწევს სულ ვეუბნები, რომ არავინ არ გთხოვთ, რომ აი ეს სახელმძღვანელო ვინმემ დაიზეპიროს, ეს წესები ვინმემ დაიზეპიროს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ესეთი რესურსი და როგორც კი საჭიროების წინაშე დგავართ, რომ აი მსგავსი რაღაც საქმე გვაქვს გასაკეთებელი და როგორ გავაკეთოთ, ვიცოდეთ, რომ მივაკითხოთ აი ამ სახელმძღვანელოს და გამოვიყენოთ ეგ რესურსი. იქ შეხვდებით კიდევ ისეთ მასალებს, რომლებიც არ ეთითება ბიბლიოგრაფიაში, ასეთია მაგალითისთვის ბიბლია, რომელსაც ბიბლიოგრაფიაში ვერ შეხვდებით. სამაგიეროდ ტექსტში შეიძლება რაღაც მათესახარებიდან იყოს რაღაც კონკრეტული ამონარიდი და ასე შემდეგ. ახლა მითხარით, სანამ მენდელეიზე გადავალ, პრინციპში აკადემიური სტილის სახელმძღვანელოსაც შეგახედებთ, მარტივად როგორ შეიძლება ძიება განახორციელოთ ხოლმე. როგორც გითხარით, ბიბლიოთეკის ვებგვერდზეც დევს და აკადემიური წერის ცენტრის ვებგვერდზეც დევს ეს აკადემიური სტილის სახელმძღვანელო 409 გვერდიანი რესურსია, თუმცა არის მოცემული სარჩევით, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რა ტიპის ჩანაწერს ეძებთ, რა რესურსს ეძებთ, რომ გამოიყენოთ და ყველაზე მარტივი კიდევ შეიძლება იყოს კლავიატურიდან Ctrl+F-ით ესეთი საძიებო ფანჯარა გამოაჩინოთ და აქ უკვე ჩაწეროთ რას ვეძებთ, ხო? აი მაგალითად ვინმეს თუ უნდა სამაგისტრო ნაშრომის შესახებ ინფორმაცია სიტყვაზე. გვიჩვენებს, რომ 3 ჩანაწერი მოძებნა, ხო, უცებ შეგვიძლია გადავიდეთ, აგერ მესამე თავი ყოფილა სამაგისტრო ნაშრომის, რომელიც 76 გვერდზია, აქ უკვე 76-ით შემიძლია უკვე გვერდის ნუმერაციით მოვძებნო, ან პირდაპირ გადავიდე, მეოთხეც გამოაჩინა. პირდაპირ გადავიდე აი ამ კონკრეტულ თავზე და ამას წავიკითხავ ჩემთვის. ან ციტირება თუ მაინტერესებს, ან ბიბლიოგრაფია თუ მაინტერესებს, ხო? ბიბლიოგრაფია თუ მაინტერესებს. აი, ყოფილა ბიბლიოგრაფიის ნაწილი, წყაროები და მათი დამოწმება 153 გვერდზე. აქ უკვე შემიძლია, რადგანაც 214 ჩანაწერია, აი ამ გვერდის ნუმერაციითაც გავყვე მე და ეს ძიების ხერხიც გამოვიყენო, რომ წიგნში ნავიგაცია მარტივად მოვახდინო, იმიტომ რომ ეს არ არის თქვათ ფიზიკური წიგნი, რომ უცებ გადავშალოთ, ხო? აქ მე რომ რაღაც ჩამოვსკროლოთ, ვეძებოთ და ასე შემდეგ. ამისთვის არსებობს Ctrl+F, აი ესეთი კლავიში და კლავიშთა კომბინაცია, რომელსაც ცხელ კლავიშებს ეძახიან და ეს შეგიძლიათ ხოლმე რომ გამოიყენოთ. ეხლა მითხარით ბიბლიოგრაფიაზე თუ გაქვთ შეკითხვა, სანამ გადავალ მენდელეიზე. დიახ, თქვენ გითხარით, რომ ტექსტში ჩართული დამოწმებას თუ ვიყენებთ, მაშინ სკოლიო აღარ უნდა გამოვიყენოთ და სკოლიოს კიდევ იმ დანიშნულებით ვიყენებთ, რომ ტერმინები განმარტოთ. დიახ, მშვენიერი შეკითხვა. დიახ, ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? აი, ტერმინის განმარტება თუ მინდა და თუ ასევე მსურს, რომ გამოვიყენოთ ტექსტში ჩართული დამოწმება. დიახ, მშვენიერი შეკითხვა. სკოლიოს გამოყენებაზე მე ვახსენე წყაროების შემთხვევაში აღარ ვიყენებთ სკოლიოს, რომ აი ტექსტში უკვე დავიმოწმე ეს წყარო და მე სკოლიოს საერთოდ შევეშვები ამ თვალსაზრისით, მაგრამ სკოლიოს აქვს ძალიან ბევრი დამატებითი ფუნქცია, რაში შეიძლება გამოვიყენოთ და რა მივუთითოთ ამ სკოლიოში. ეს შეიძლება იყოს სიტყვების განმარტებები, შეიძლება იყოს თარგმანები, ავტორისეული თარგმანებიც კი შეიძლება მითითებული იყოს ხოლმე იქ. რაღაც მოვლენების, წლების განმარტებები, ან ნებისმიერი დამატებითი რამ, რაც კი შეიძლება უცებ ტექსტში დაგჭირდეს, ხო, სკოლიოსთვის. ამიტომ მაგას ჩვეულებრივ ვიყენებთ. მაგრამ სკოლიოს არ იყენებთ წყაროს დამოწმებისთვის. დანარჩენი ჩვეულებრივ რჩება, რაშიც დაგჭირდებათ იმ სკოლიოს გამოიყენებთ, უბრალოდ წყაროსთვის გაქვთ მხოლოდ ტექსტში დამოწმების ხერხი. და თუ მხოლოდ სკოლიოს იყენებთ, მაშინ გამოვა, რომ წყაროებიც სკოლიოში უნდა გქონდეთ დამოწმებული, განმარტებებიც, რაღაც მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციაც, თქვენეული რაღაც ჩანაწერები, თქვენი თარგმანები, ყველაფერი სკოლიოში უნდა გქონდეთ მაშინ. ამიტომ
მაგაზეც შეგიძლიათ ხოლმე დაფიქრდეთ, რომ თუ ბევრი განსაზღვრების და ბევრი რაღაც განმარტებების წერა გიწევთ სკოლიოში, კიდევ წყაროებიც იქ რომ მიამატოთ, რამდენად მოგეწონებათ, მე შეიძლება რაღაც ნახევარგვერდამდე ავიდეს ეს სკოლიო. ამიტომ კუთხითაც დავფიქრდეთ ხოლმე, ან რომელი უფრო მარტივია ტექსტში დამოწმება თუ სკოლიოში დამოწმება. მაგრამ თუ კონკრეტულად იქნება მოცემული, რომ სკოლიო გამოიყენეთო წყაროებისთვის, მაშინ იქ ვერ იტყვით, რომ ეხლა მე სკოლიოს არ გამოვიყენებ და ტექსტში დამოწმებას გამოვიყენებ. მაშინ ჩვეულებრივ ინსტრუქციის მიხედვით იმაშვებით, რა ქვია, ხელმძღვანელოთ ინსტრუქციით და სკოლიოს იყენებთ. მადლობა. არაფრის, კიდევ ხო არ გვაქვს შეკითხვები? მე მინდა გითხოთ ესეთ რაღაც, ანუ ცალკე ტექსტში დამოწმებას როცა გამოვიყენებთ, ბიბლიოგრაფიაში ცალკე ვწერთ კიდე, ხო, იმ ყველაფერს? აუცილებლად. აი ახლა ნიმუშს ამ ჩვენს მაგალითებზე რო შეხედოთ, თქვათ, აი წეღანამ ლორა ბერკიდან რაც იყო, ხო? აი მაგალითად ეს პარაფრაზირება არის და ბერკი 2010-42. მარტო ეს ჩანაწერი რომ დატოვოთ ტექსტში და თქვენ ბიბლიოგრაფიაში არაფერი არ მიუთითოთ, ეს არის ჩვეულებრივი შეცდომა. არის ხოლმე კიდევ რომ ბიბლიოგრაფიაში უთითებენ წყაროებს და ტექსტში არსად არ არის ხოლმე. ესეც ძალიან საინტერესო შემთხვევა არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ ტექსტში რაღაც წყაროს იყენებთ, იქ უნდა ჩანდეს რომ აი ამ მონაკვეთში გამოვიყენე. და მე ბიბლიოგრაფიაში რო გადავდივარ, იქ უკვე სრული ჩანაწერი უნდა იყოს, რომ მე ახლა როგორც თქვა, აი უცხო მკითხველი რო ვიყო, ხო? აი ეს ბერკი 2010 ვინ არის? უნდა წავიდე და ბიბლიოგრაფიაში ვნახო სრული ჩანაწერის სახით. ქართულენოვან რესურსებში ბ-ზე მოვძებნიდი. ამას აკეთებს ის მენდელეი აკეთებს ბიბლიოგრაფიის სრულად ჩანაწერს? კი ბატონო, მოდი გადავიდეთ მაშინ მენდელეიზე და გაჩვენებთ რას და როგორ აკეთებს. და ანუ აქტიურად ვიყენებ ამას ტექსტში დამოწმებას და ეხლა დამიბადა კითხვა რომ ბიბლიოგრაფიასაც ვაკეთებს ხოლმე. კი ბატონო. და მე ჩვენ ერთი ტექნიკური შეხვედრა გვექნება კიდევ Word-ის ფაილის და აკადემიური სტილის გამართულობასთან დაკავშირებით და იმაზეც თუ დაესწრებით, მე გაჩვენებთ Word-ის ფაილში როგორ კეთდება ეგ თავისი ინსტრუმენტებით. ეგეც ძალიან მოსახერხებელია ხოლმე და მაგასაც გირჩევთ რომ გამოიყენოთ. კარგით, გადავიდეთ მაშინ მენდელეიზე და ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ბოლო ნაწილია პრინციპში. მენდელეი როგორც წეღან ვახსენე არის reference manager-ი, ანუ წყაროების მართვისთვის ძალიან პრაქტიკული ხერხი. ვიღაც შეიძლება ზოტეროსაც იყენებდეს, არის კიდევ სხვადასხვა რესურსები, მაგრამ აი ხა მეც მაგალითად ძალიან აქტიურად და კარგად ვიყენებ ამას, იმიტომ რომ უფრო მეტად მომწონს კიდეც, უფრო პრაქტიკულიც არის. mendeley.com გვაქვს ესეთი საიტი, სადაც პირველად თუ შეხვალთ, რა თქმა უნდა, create account-ით თქვენი ანგარიში უნდა შექმნათ, სრულიად უფასოა. და თუ უკვე შექმნილი გაქვთ ანგარიში, sign in-ით მერე შეხვალთ. უბრალოდ, როდესაც ანგარიშს ქმნით, იქ აუცილებლად მიუთითებთ თქვენი მოქმედი მეილი. ისეთ მეილს ნუ მიუთითებთ, რომელსაც არ იყენებთ, იმიტომ რომ იქ რეგისტრაციის ბმული იგზავნება ხოლმე და აუცილებლად უნდა შედიოდეთ იმ მეილზე, რომ მერე იმ ლინკზე გადახვიდეთ, ხო? მოდი ახლა ჩემთან შევალ და გაჩვენებთ ახლა აქ რა ხდება შიგნით, მოკლედ უცებ რომ შევიხედოთ. ნუ მეილი ჩვეულებრივ პაროლსაც ჩავწერ. როგორც გითხარით, შეგიძლიათ დესკტოპის ვერსიაც ჩამოტვირთოთ, მერე შეგიძლიათ კარგად მოსინჯოთ თქვენთვის დამოუკიდებლად და საიტიდან რო არ შეხვიდეთ ხოლმე, პირდაპირ დესკტოპის ვერსიას გამოიყენებთ და აი ბიბლიოგრაფიისთვის ის უფრო მერე აქტიურად გამოიყენება და იმას უფრო კარგად აუღებთ ალღოსაც და მოძებნით კიდეც რა გჭირდებათ და როგორ გჭირდებათ. მე მაქვს ახლა დაყენებული და ინტეგრირებული არის Word-ის ფაილთან. გაჩვენებთ როგორ. მოკლედ შიდა სივრცე მენდელეის გამოიყურება ასე, აქ უკვე აღმიქვა რომ ეს მე ვარ ჩემი აკაუნტით შესული, აქ არის search-ის ნაწილი და არის library კიდევ, ანუ ჩემი ბიბლიოთეკა მე რა მაქვს აქ რამას რესურსები მოძიებული და შენახული. ანუ ჩემი თარო მაქვს, შემიძლია აი აქ ახლა მოვიძიო სტატიები, რაც კი შეიძლება მჭირდებოდეს, ანუ გარკვეულწილად მონაცემთა ბაზის ფუნქციასაც ასრულებს ესეც, ხო? ნებისმიერი რაღაც თემატიკით შეიძლება აი წეგან ტურიზმის მენეჯმენტს ვნახულობდით იმ ჩვენს ბაზებში და აქაც შეიძლება რომ ვნახოთ და ნახეთ აქ ახლა უწერია რომ არის open access PDF-ი, ხო? ღია წვდომის PDF-ია, რომელიც ნახეთ add to library შემიძლია დავაკლიკო აი ამას და წავა უკვე ჩემს ბიბლიოთეკაში. აქვე შემიძლია რომ არ შევინახო
აქ უკვე views მიჩვენებს, რომ წავიდე და ჩემს ბიბლიოთეკაში ვნახო. ან პირდაპირ view PDF-ით შევიდე და ეს PDF-ი ვნახო. ან მასთან დაკავშირებული რა მასალები შეიძლება იყოს. აქაც არის იგივენაირი ფილტრი, როგორც წეღარ მონაცემთა ბაზებს. ანუ პრინციპი არის ერთი და იგივე, რაც იმ სამეცნიერო ბაზებში იყო, აქაც იგივე მეორდება. აი ჩანაწერებში 39,000-ზე მეტი ჩანაწერი მოიძებნა და აქ უკვე შეგვიძლია ნახეთ როგორი დაყოფა ბოლო 12 თვე, ბოლო 5 წელი, ან ზოგადად ყველაფერი, ხო? იქ იყო პირდაპირ კონკრეტულ წლებს უთითებით. აქ ეხლა ცოტა განსხვავებული სისტემაა, მაგრამ პრინციპი იგივეა. ну შეგვიძლია ნებისმიერი რაღაც ავარჩიოთ. აქ გვიჩვენებს რამდენმა მკითხველმა წაიკითხა, ციტირება რამდენჯერ მოახდინეს და ასე შემდეგ, ეს ინფორმაცია ზოგადად და მოდი ვნახოთ ეხლა ჩვენი ბიბლიოთეკა როგორ გამოიყურება. ანუ შიგნით მე რა ხდება. ერთი ვერსიაა რომ აი ესე როგორც ეხლა მე მოვძებნე, აქ ვნახო ხოლმე და ჩემთვის საჭირო მასალები დავამატო ჩემს ბიბლიოთეკაში და მეორე ვერსია არის რომ ნახეთ add new აი ამ ღილაკით მე თუ მაქვს კომპიუტერში ჩემი ფაილები, ჩემ ფაილებში ვგულისხმობ, აი თუნდაც სამეცნიერო ბაზებში მქონდა მოძიებული, ან თუნდაც სადღაც Google-ში ვიპოვეთ ძალიან მაგარი PDF-ი და მჭირდება. აი ესეთი მასალები თუ მაქვს, რაზეც ვმუშაობ, add new-თი შემიძლია files from computer ავირჩიო და ამ სივრცეში, ანუ ჩემს ბიბლიოთეკაში, რომელიც Mendeley-ში მაქვს, აი აქ ავტვირთო ყველა ის ფაილი და მქონდეს ერთად. სადღაც დესკტოპზე რომელიღაც ფოლდერში რო არ ვეძებო ხოლმე რომ ეხა სად არის ჩემი ეს ფაილები, მეცოდინება რომ Mendeley-ში შევალ, აქ არის ყველაფერი წარმოდგენილი. ამიტომ ან აქვე ვძებნით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან შეგვიძლია რომ ჩვენი ფაილები ავტვირთოთ. ეს ხო ონლაინ ვერსია Mendeley-ის. კი ბატონო, ეს არის ონლაინ ვერსია, თუმცა მაქვს ჩამოტვირთული, როგორც გითხარით, აი ესეთი აპლიკაციის. კი, აი მე desktop ვერსიას ვიყენებ და ის განსხვავდება ინტერფეისი. იქაც ინტერფეისი ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ფუნქციონალი იგივეა. ეხლა გავხსნით და იქაც შეგახედებთ. აი აქაც არის, აი საგამოიყურება desktop ვერსია ასია. ყველა ის მასალა ავტომატურად არის ხილული აქაც, რაც ონლაინ ვერსიაში მაქვს. შემიძლია მოვძებნო და აი ეს მარცხენა ნაწილი არის აქ. აი აქედან შემიძლია add file-ით, ან folder-იც კი შემიძლია მივამატო აქ უკვე, მივატვირთო ჩემი ფაილები. თუ თქვენ ამ შემთხვევაში desktop ვერსიას იყენებთ, ხო? ესეთი ვერსიაც არსებობს. search-ით მოვძებნოთ და გამოვიყენოთ. ნუ ეს ერთი ვერსია რომ ონლაინში ვიმუშაოთ, მეორე რომ desktop-ზე ვიმუშაოთ. რომელიმე კონკრეტულის ნახვის შემთხვევაში, აი ამ მასალას ვნახულობ, ხო? გვერდით გამოვაქვს ესეთი ფანჯარა, სადაც ინფორმაცია, ანოტაცია და ესეთი ჩანაწერების წიგნაკი შეიძლება იყოს. ინფორმაციის თვალსაზრისით არის მოცემული ლინკი, ISBN-იც არის, ანუ რა რესურსია, ავტორი ვინ არის, სათაური ვინ არის, ეს მოყვება ხოლმე, რომ ეს არის წიგნი, თუ რომელიმე სტატია იქნებოდა, აქ იქნებოდა, რომ არის სტატია, აი, ჟურნალის სტატია. PDF-ი რო ნახოთ, აქ არის აბსტრაქტი მოცემული მოკლე აღწერა, აი ეს ესენი ჟურნალის შემთხვევაში და მე შემიძლია მივაწერო ჩემეული ანოტაციები, ანუ ანოტაცია რა არის, მოკლე ძირითადი შინაარსი ამ კონკრეტული წყაროსი, ხო? ეს გამიადვილებდა მაგალითად მუშაობის პროცესს, რომ რასაც ვნახულობ პატარ-პატარა ჩანაწერები რო გავაკეთო, რომ ეს ამის შესახებ არის, ეს ამის შესახებ არის, მეორედ და მესამედ რო შევალ და იმ რესურსს ვნახავ, უკვე გავიხსენებ, რომ ეს მასალა წაკითხული მაქვს და აქ ამაზეა საუბარი. და ჩანაწერებში უკვე შეიძლება გააკეთოთ რაღაც კონკრეტული ჩანაწერი, რომ აი რა არის დასაკეთებელი ამ კონკრეტულ წიგნთან მიმართებაში, რისი გაკეთება შემიძლია და ეს ჩვენთვის არის, რომ ვქონდეს ესეთი წყაროების შესახებ ინფორმაცია. მოკლედ, ეხლა გაჩვენებთ მაგალითად Word-ის ფაილთან მიმართებაში, როგორ გამოვიყენოთ, როდესაც desktop ვერსიას აკეთებთ, ეხლა ჩამოტვირთვის პროცესშივე შემოგთავაზებთ ინტეგრირება მოახდინოთ Word-ის ფაილთან. ეხლა მე რო გავხსნით ჩემს Word-ის ფაილს, ხო? როცა ინტეგრირება უკვე გაკეთებულია, reference-ში რომ გადახვალთ, აი აქ უკვე ჩანს Mendeley-ის აი ეს ორი ღილაკი და პლუს აი ესენი. ციტირება და ბიბლიოგრაფია, ამას მე გავივლით ჩვენ დამატებითი სემინარი, რაც გვექნება, ამას ახლა არ ვეხები. უბრალოდ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა უკვე ინტეგრირებული, ახლა არაფერი არ მაქვს, ხო? და მაგალითად რაღაცას ვწერ, ახლა ამ ტექსტს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, უბრალოდ ავკრიფე.
რაღაცას წერ თქვათ და უცებ მინდა რომ ციტირება მოვახდინო იმ წყაროდან რომელიც მე ჩემთან მენდელეიში მაქვს. ამიტომ აქ შეგვიძლია სტილში მივუთითოთ ჯერ რომელი სტილის მიხედვით გვინდა რომ ეს ციტირება წამოიღოს. აი მაგალითად Chicago Manual-ის full note-ი რაც არის ან author date, აი ეს შეგვიძლია. Full note-ში ახლა შეიძლება პირდაპირ სკოლიოში ჩამომიკაჩოს ინფორმაცია და author dates თუ მივუთითებ, ესეც Chicago-ს სტილია. ამ შემთხვევაში უკვე ტექსტში დამოწმებას გააკეთებს. მივუთითოთ ეს და insert or edit citation რა წერია, აქ თუ შევალთ, ნახეთ, აქ გვეუბნება ახლა აი ამ ფანჯარაში რომ მოვძებნო რომელი წყარო მინდა რომ გამოვიყენო. ნუ რა ვიცი, აი მაგალითად დავიწყე აკრეფა და უკვე ამ ორ სიმბოლ M-ზე და O-ზე რაც კი შეხვდა, იმას უკვე მთავაზობს. ხო, აი მაგალითად ეს. უკვე მიჩვენა რა წიგნია, როგორ იქნება? OK-ი ჩავსვავ. ახლა რას მთხოვს? ნახეთ? იქ სავარაუდოდ გვერდები არ იყო? შეიძლება შიდა ნუმერაცია არ იყო და გვერდი არ წამოიღო. ამიტომ ჩასვა მხოლოდ ავტორის გვარი და წელი. მოდი მეორე ვცადოთ კიდევ სხვა. ნახოთ ახლა მაგალითად book, აი წიგნი იყოს მაგალითად. ხო, აქ მოაქვს ნახეთ ამან ხო არ იცი ხა რომელი გვერდიდან წამოვიღე კონკრეტულად და წამოიღო პირდაპირ თან ციტირებაც არ მქონია პირდაპირ დავიწყე გვარი და წელი წამოიღო პირდაპირ და მე თუ მე ბიბლიოგრაფიის ჩასმა მინდა შემიძლია აი აქ insert-ით აი აქ ბიბლიოგრაფიის ჩასმით უბრალოდ ამას დავაკლიკო და პირდაპირ მოაქვს მთელი ინფორმაცია Chicago Manual-ის ანუ Chicago სტილის მიხედვით. ამიტომ აქ თქვენ ზედმეტი არაფრის წვალება არ გჭირდებათ ხოლმე და პირდაპირ წამოიღებთ ესეთ ჩანაწერს თავისი ლინკით. აი ნახეთ, ამას თავისი ლინკიც აქვს. უბრალოდ ახლა ლინკზე წვდომის თარიღი მე უნდა მიაწეროთ, იმიტომ რომ თქვენ როცა ნახეთ, ჩვენი აკადემიური სტილის მიხედვით გჭირდება რომ წყაროზე წვდომა იყოს მითითებული, როდის განახორციელოთ ბოლოს. შესაბამისად, აი აქ რომ მხოლოდ ლინკით მთავრდება, აქ თქვენ მიაწერდით რომ თქვათ ეს იყო დღეს გვაქვს 19, ხო? თქვათ 19/04/2021. აი ესეთ ვარიანტს გააკეთებთ. ამიტომ თქვენთვის მე მშვიდად რომ ჩაუჯდებით ამ მენდელეის, კარგად მოსინჯეთ რა მასალებს ამატებთ, ის მასალები როგორ ინტეგრირდება მე Word-ის ფაილში, რამდენად გამოიყენებთ, რამდენად პრაქტიკულია, არ არის პრაქტიკული და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ Word-ის ფაილთან დაკავშირებით შეხვედრა გვექნება, წესით შემდეგი სემინარი უწევს უკვე მაგაზე და იქ გავივლით უკვე ციტირების ხერხებსაც და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, რომელიც Word-ის ფაილის გამართვას ეხება აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს მიხედვით და შეგიძლიათ იმ სემინარზეც შემოგვიერთდეთ. ეს ორშაბათს იქნება? სავარაუდოდ ალბათ ორშაბათს. ამაზე დავდებთ ჩვენ აუცილებლად ინფორმაციას, გავავრცელებთ საიტზეც და Facebook გვერდზეც და მაინც შეგიძლიათ რომ თვალი ადევნოთ. ეხლა მითხარით შეკითხვები თუ გაქვთ. დღეს რაც ვისაუბრეთ თუნდაც მაგაზე, თუნდაც მენდელეისთან დაკავშირებით. ჩატსაც შევამოწმებ კიდევ მომწერიათ. ვიდეო ჩანაწერზე რომ გითხულობთ, აუცილებლად აკადემიური წერის ცენტრის საიტზე დაიდება ეს ჩანაწერი. კარგით, მაშინ მე მექნება თხოვნა რომ ის ლინკი რაც წეღან ჩავაგდე ჩვენთან ჩატში, ჩვენი Facebook გვერდზეც და მოცემულია ეგ ფორმა და ასევე საიტზეც. უბრალოდ შეგვივსეთ 2-3 წუთს წაგართმევთ, რომ თემატიკა დაახლოებით გავიგოთ, რასთან დაკავშირებით გჭირდებათ ხოლმე მსგავსი სემინარის ჩატარება და უკვე მე დაიგეგმება ასე ეს ჩვენი შეხვედრები. დანარჩენი, რა ვიცი, თუ შეკითხვები გაქვთ, გისმენთ, თუ არა და შეგვიძლია რომ დღევანდელი ჩვენი ესეთი საინტერესო სემინარი და შეხვედრა დავასრულოთ. ნაბა გისმენთ, თუ არა და დაგემშვიდობებით მაშინ. და იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ სემინარებზე შემოგვიერთდებით. მივდივარ უკვე. დიდი მადლობა, ასეთ საინტერესო. მადლობა და წარმატებებს. დიდი მადლობა საინტერესო სემინარისთვის. კარგად წადებთ.
მადლობა ნახვამდის. ყოფიერი იყო ჩამოდი. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის.